მადლობისა, მეგობრებო, მოგესალმებით, მივესალმები მარიამს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოგესალმებით ჩემო ანა და მივესალმები, რა თქმა უნდა, ჩვენს ტელემაყურებელს. მეც რასაკვირველია, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს და ვეტყვი, რომ 2 საათამდე ჩვენთან ერთად უნდა დარჩეთ, იმიტომ რომ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე. რამდენიმე დღეა განსაკუთრებით მოიცვა ერი მხოლოდ და მხოლოდ ერთმა თემამ, რძის პროდუქტები. მე პირადად ვარ საკმაოდ შეშინებული, მაქვს ბევრი შეკითხვა, რაზეც პასუხებს სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ვიღებ, თუმცა აი გუშინდელ ეთერს გამოვყოფდი, პასუხები მაქვს მხოლოდ ექიმებისგან და მათ იმედად ვარ დარჩენილი. შესაბამისი უწყებები, რომელთაგანაც უნდა ვქონდეს პასუხები, სამწუხაროდ არ გვაქვს. კი, ასეა, ანა, გეთანხმები აბსოლუტურად და მეც გუშინდელ ეთერს მოვიშველებ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გუშინდელის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა ფიქრი, სტრესი, შიში, კითხვები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ამასთან დაკავშირებით და გეთანხმები იმაშიც, რომ მართლაც რომ არა ექიმები, ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც ხშირ შემთხვევაში ვრჩებით ამ ბოლო დროს უპასუხოდ დავრჩებოდით და იმდენად საინტერესო და კარგი სტუმრები გვყავს დღეს, რომ ნამდვილად აღარ დავღლი ახლა ჩვენს ტელემაყურებელს ჩვენი საუბრით და პირდაპირ წარმოდგენ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს, ესე იგი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა, პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა არიან და კიდევ გვეყოლებიან ჩართვაში და კიდევ არაჩვეულებრივი ქალბატონი შემოგვიერთება. ძალიან მალე მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოკლედ, რა თქმა უნდა, როგორც წარვადგინეთ, უკვე ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც მოიცვა თემამ, რომელმაც მოიცვა, ასე ვთქვათ, სრულიად საქართველო. მოდით დავიწყოთ, რასთან გვაქვს ლაშა პირველ რიგში საქმე. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები მაყურებელს. თემა საკმაოდ აქტუალური და საკითხი არის, არა მხოლოდ დღეს, არამედ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ უკვე ზოგადად საკვებში არსებულ სხვადასხვა ტიპის მავნე ნივთიერებებზე. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად პრინციპში სურსათის უვნებლობის სააგენტო, რომელიც დაკავებული უნდა იყოს დღესდღეობით ამ საკითხებით, ფაქტიურად უმოქმედო არის. ჩვენ გვქონდა რამოდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ პროდუქტზე, მაშინ გახსოვთ კვერცხზე იყო რამოდენიმე წლის წინ, ძალიან დიდი ესე ვთქვათ ამბავი, როდესაც ირანიდან შემოდიოდა და შესაბამისად მაშინ მოვითხოვეთ ჩვენ, ესე ვთქვათ, სურსათის უვნებლობის სააგენტოსგან ანალიზი, ლაბორატორიული კვლევები, იმისათვის რომ დარწმუნებული ყოფილიყავით, რომ საქართველოში უვნებელი კვერცხი შემოდიოდა, თუმცა მაშინაც სურსათის უვნებლობის სააგენტომ გაგვცა ესეთი პასუხი, რომ ჩვენ ვაკვირდებით და ვამოწმებთ მარკირებას თარიღის შესახებ, მის გარეგან მდგომარეობას, ტრანსპორტირების ხარისხს, ანუ რამდენად ტემპერატურული ნორმა არის დაცული, მაგრამ რა არის შიგნით, ეს უკვე არის ცალკე კვლევის საგანი. ანუ რეალურად ცალკე კვლევა ალბათ როგორ შეიძლება ამ ყოფს კონტროლი? ამ შემთხვევაში ალბათ უნდა იყოს რაღაცა გარკვეული განაცხადი დაწერილი და მოთხოვნა, თვითონ ადამიანმა უნდა გააკეთოს ლაბორატორიული კვლევის ტესტი და ამ კვლევის ტესტით უნდა მიმართოს უვნებლობის სააგენტოს. სისტემა არსებობს, რომ თქვათ აი ადამიანი ყიდულობს რაღაცას განსაზღვროს რა მოიტანა სახლში, რა მე. მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურად ადამიანებს შეუძლიათ და სხვათა შორის ძალიან ბევრი ვიცი მე ჩემს ირგვლივ, რომლებიც დადიან სპეციალური საზომით, რომელიც პესტიციდებს ზომავს სხვადასხვა ხელსა და ბოსტნეულში და ანუ თვითონ არეგულირებენ ამ საკითხს. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული ამის რეგულირებაში და ჩვენ ფაქტურად ამ კუთხით აი ეს სურსათის უვნებლობის სააგენტო მხოლოდ და მხოლოდ არის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯი რეალურად და სხვა არაფრის მაქნისი და არც მარგებელი, იმიტომ რომ თვითონ აი თუნდაც რძის პროდუქტები ავიღოთ, ხომ? რძის პროდუქტებზეც კი მხოლოდ და მხოლოდ შეფუთვას ამოწმებენ და შიგნით რა ხდება, ეს უკვე ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, რაღაცა საეჭვო საგანი არის. ხო, ეხლა მე რამოდენიმე სიტყვით მინდა შევეხო ამ კონკრეტულ რძის პროდუქტებს, ხო, აფლოტოქსინზე, რომელზეც ძალიან დიდი ამბავი აიწია და თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არ მოხდა რა გუშინ და გუშინ წინ, ხო? ეს უკვე ძალიან დიდი ხნის საქმე არის. და უბრალოდ ეხლა აი ამ ეგრეთ წოდებული სკლინტის საქმეს მოყვა ეს ამბავი. თუმცა აი ამ აფლოტოქსინით მოხდა ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, საქმის გადაფარვა იმ კუთხით, რომ ფაქტიურად სახელმწიფო არის უმოქმედო, ფაქტიურად არ მოწმდება არანაირი პროდუქტი, აქ საუბარი არის იმ პროდუქტებზე, რომელშიც ძირითადად შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის პესტიციდი, ემულგანტები, კონსერვანტები, რომელიც რეალურად მავნებელი შეიძლება იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის და რაც მნიშვნელოვანი არის,
ანტიბიოტიკები და ჰორმონები, რომელსაც დღესდღეობით იყენებენ, ესე ვთქვათ, ჩვენ სახელმწიფოში, იმიტომ რომ ამის კონტროლიც არ ხდება, თუმცა ევროკავშირის გაწყვეტინებ მაპატია. ეს ხომ თებერვლის ნიმუშია და რატომ გავიგეთ დაახლოებით 2 თვის შემდეგ ეს შედეგი ჩვენამდე ახლა რატომ მოვიდა და აფეთქდა? ნუ ეს ხდება დაფარვა ახლა ის ერთ-ერთი კომპანია რომელზეც მოხდა ესეთ დიდი წნეხი. ხო, სოფლის ნობათი რეალურად მოხდა რა, იმიტომ რომ ამითაც უნდათ მაგალითად ყვარლის ბაგის გადაფარვა, ხო? აქ საუბარი დაიწყო ყვარლის ბაგაზე, სადაც ხდება ესე ვთქვათ საქონლის კვება. დღესდღეობით კანონმდებლობით უკვე დარეგულირებული არასათანადო საკვები პროდუქტით, იმიტომ რომ 2023 წლიდან ეს კანონმდებლობით აკრძალული არის და მერე უცებ გამოიტანეს აფლატოქსინი და სოფლის ნობათი, რომელიც 2018 წლის საქმეა საერთოდაც, ხო? რატომ? იმიტომ რომ უცებ გადახედეს დანარჩენი ყველა ქართული კომპანია არის, ეს არ იყო ქართული ესე ვთქვათ ინვესტიციით კომპანია, გამოაგდეს სოფლის ნობათი, მერე მიხვდნენ რომ ეს თურმე რუსების ყოფილა, შესაბამისად მეორე დილით დაიწყეს ეგრეთ წოდებული გაправება ისევ ამ რუსული კომპანიის, თუმცა წინადღით საღამოს იყო ძალიან დიდი ესე ვთქვათ განგაში ხო ჩართული, თქვენს რომ უნდა ამოვიღოთ ბაზრიდან ეს ესე ვთქვათ პარტია პროდუქტის, რომელიც არის გამოშვებული, ხალხი დაპანიკდა, იმიტომ რომ ღებულობდნენ აღნიშნული რძის პროდუქტებს და მეორე დღეს უცებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი გვევლინება და გვეუბნება, რომ ეს არც თუ ისე საშიში არის და არის სხვათა შორის პრობლემა ის არის, რომ თვითონ მწვავე მოწამვლაზე თქვა თორე ქრონიკულ მიღებაზე თვითონაც არ უსაუბრიან ტექნიკურად თავის თავთან იდეაში ვითომ მართალი იყო მაგრამ აქ პრობლემა არის ის რომ მწვავე მოწამვლა ისედაც იმდენი რაოდენობით უნდა მისცე აფლოტოქსინი რომ რძეში ფიზიკურად ვერ ჩაატევ ამ დღეს ხო აქედან გამომდინარე იქ წარმოწამვლაზე მაგრამ კი ბატონო ანუ ერთჯერადად ანუ მწვავეთან ადამიანებს და ჩვენს კოლეგებს დამწუხარდა ეს შეშლებათ არის დროის მონაკვეთი და რა ანუ მწვავე და ქრონიკული არის ანტონიმები ასე ვთქვათ სიმძიმის ხარისხს ეს არ განსაზღვრავს ხო აქედან გამომდინარე მწვავე მოწამვლა იმას ნიშნავს რომ ძალიან დიდი რაოდენობით მიიღო და უცბად დაეწყო რა ღვიძლის უკმარისობა და მე ესეთი პაციენტი რა თქმა უნდა კლინიკაში მოხვდება. ხო, ეგეთი საბედნიეროდ არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ახლა პრობლემა რაც გვაქვს, გუშინ წინ ვიყავ ერთ ტელევიზიაში და შანამ შევიდოდი, იქ იყო სესის დირექტორი იყო თუ ქალბატონი იყო წარმომადგენელი რომელიც ამბობდა რომ წელიწადში ერთხელ ამოწმებთ ანუ შემდეგ წელსაც შევამოწმებთო და ცოტა ჩემს სასაცილო იყო მით უმეტეს როდესაც სადღაც 20-დან 25 მილიარდამდე ჩვენგან გადასახადების სახით იღებენ ლარს და მე ჯიბეში მიაქვთ ყველაფერი დარწმუნებული ვარ რომ უფრო მეტის ისა ჯერმაც ამ ჯარიმებით შევიდა 30 მილიონი თუ აღარ მოხდა ნუ რამდენიც შევიდა ანუ შესაბამისად ანუ რეალურად თუ რამის გაკეთება უნდათ ვერ დაიწუწუნებენ რომ ფული არ აქვთ ან ხო უბრალოდ წელიწადში ერთხელ რა მილიონობით ლიტრი რძე რო იყიდება ხო შეიძლება მილიარდობითაც ხა არ ვიცი უბრალოდ არ ვარ ჩახედილი მაგრამ იქ რო წელიწადში ერთხელ შეამოწმებ იმას აქ თავი პრობლემა რა ქონდათ ხო მშობლებსაც და ადამიანებსაც რომ რამდენი ხანია ვიყენებ ამას და სანდოობის პრობლემა ის არის რომ ქრონიკულად ვიყენებდი ამას თუ ამ ერთ კონკრეტულ იმაში იყო იმიტომ რომ ეს გაპარვა შეიძლება ევროპაშიც მოხდეს შეიძლება საქართველოშიც მოხდეს და შეიძლება ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მოხდეს უბრალოდ იქ რეაგირება თქვათ ორ კვირაში ერთხელ ან კვირაში ერთხელ მოწდება რაღაც კონკრეტული პარტია რა უნდა ამას რომ შეხვიდე მაღაზიაში შესყიდვა გააკეთო რაღაც კონკრეტული პარტიის და დატესტო ხო რომ ადამიანებს ეს ეჭვის განცდა არ კონდეთ და მე ექიმებს კი უხდიდით მადლობას, მაგრამ ზოგადად ყველა ისეთი ექიმი რო იყოს, რომელიც აი ესე ტერმინებით მოტყუილებას დააპირებდა, თქვენც ვერაფერს ვერ გაიგებდით და უცბად არაფერი არ ყოფილა, გავაგრძელეთ ცხოვრება ჩვეულებრივად. პირველ რიგში ხალხთან დამოკიდებულებას აღნიშნავს, ხო, თვითონ ექიმის, ხო, პროფესიით ექიმის, რომელიც დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი არის და რეალურად სიტყვებით, როგორც გოტემ აღნიშნა, ატყუებს თავის საზოგადოებას, ხო? იმიტომ რომ აქ საუბარი არის ხანგრძლივ მიღებაზე, ეს ტოქსინი არის, ტოქსინი, რომელიც აკუმულირდება ჩვენს ორგანიზმში და შესაბამისად ეს იწვევს მერე დროთა განმავლობაში გარკვეულ პრობლემებს, ხო? აქედან გამომდინარე,
ისიც კი ვთქვათ, ეხლა შეიძლება ცოტა თემას გადავუხვიდოთ, მაგრამ ჩვენ დღემდე არ გვაქვს მიღებული მაგალითად პასუხი დაავადებათა კონტროლისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან მშვიდობიანი აქციის მონაწილეობის დარღვევის დროს რა ქიმიური ხო ის გამოიყენეს რა ქვია იარაღი და ის რომ დაავადებათა კონტროლს მაშინვე უნდა გაეკეთებინა განცხადება რომ რამოდენიმე ტიპის ქიმიური ტიპის იარაღი იყო თან გამოყენებული ამაზეც კი მაშინ დუმარება იყო. ამიტომ ეს ჩანს რომ თვითონ სახელმწიფო როგორც ესეთი როგორ უყურებს თავის მოსახლეობას, როგორ არა მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით ამ შემთხვევაში, ხო? აქ არ არის ერთეულ ადამიანებზე საუბარი, ეს არის ისეთი ყოველდღიური პრაქტიკულად მოხმარების პროდუქტი, რომელსაც მთელი მოსახლეობა მოიხმარს და მე არა მხოლოდ რძის პროდუქტებზე ამ შემთხვევაში, ხო? აქ იყო ხილი, აქ არის ბოსტნეული, აქ არის ხორცის პროდუქტები მათ შორის, რომელშიც აფლატოქსინის გარდა უამრავი ანტიბიოტიკი და ჰორმონი არის გამოყენებული და მე დარწმუნებული ვარ ამის გამოკვლევაც კი არ ხდება, ესე ვთქვათ, თუნდაც სურსათის უნებლობის სამსახურის მიერ, იმიტომ რომ ჯერჯერობით არც ერთი, ესე ვთქვათ, დოკუმენტი საჯარო არ გამხდარა, თუ შემოწმდა თუ არა საერთოდ იმ შემდგომ, ესე ვთქვათ, პასუხებზე უკვე ზედმეტია საუბარი. კიდევ ერთი ექიმი რომ შემოგვიერთდეს თუ შეიძლება, ექიმი ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე. სანამ ეკა მოგესალმებით ეკა მოისმენთ და ისვენეთ ჯერ ახლა შემოგვიერთთ და სანამ თქვენთან გავაგზავნებთ საუბარს პირდაპირ ეთერში გვერდება ქეთი დადიანი ასოცირებული პროფესორი რომელიც მე მგონი უკვე ხაზზეა მოგესალმებით ქეთი გამარჯობა მოგესალმებით საუბრობთ რა თქმა უნდა იმაზე რაზეც საუბრობს ყველა ეს დღეები და შეშფოთებულები ვართ არსებობს თუ არა კაპიტან ქეთი რაღაცა სისტემა რომ თქვათ ადამიანი რომელიც მიდის ბაზარში ან ნებისმიერ მაღაზიაში თუ მარკეტში და მოაქვს პროდუქტი შემდეგ განსაზღვროს რა მოიტანა სახლში საქმე იმაში გახავთ რომ სურსათის უნებლობა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აბსოლუტურად ყველა ქვეყნისთვის და მე აქ ვერთვები იმიტომ რომ დავუშვათ ჩემი აზრი მოგახსენოთ სურსათის უნებლობასთან დაკავშირებით, რამე თუ ვარ ნამდვილად ამ დარგის ექსპერტი და შესაბამისად ჩემი სადისერტაციო სადოქტორო ნაშრომი უკავშირდება ზუსტად მიკოტოქსინებს და მათ გავლენას საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. კიდევ უფრო მეტი ჩვენი სტატია იქნა რეცენზირებული და შესაბამისად ასახული იქნა ამერიკელი მეცნიერების მიერ გარემოს მიკრობიოლოგიის ამერიკულ სახელმძღვანელოში და ალბათ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და მეც მაქვს ასე ვთქვათ პროფესიული გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით რომ ჩემი აზრი მოგახსენოთ. დიახ. რა თქმა უნდა ეს მიკოტოქსინები, განსაკუთრებით აფლატოქსინი არის ყველაზე უფრო საშიში სურსათის კონტამინანტი. ალბათ საშიშროებით მას ვერ შეედრება, ვერ ზარიშხანი თქვენ წარმოიდგინეთ მიუხედავად იმისა რომ არის საკმაოდ ძლიერი შხამი და შესაძლოა დაახლოებით აი დიოქსინის კანცეროგენობა შევადაროთ. რატომ? იმიტომ რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ის განსაზღვრულია როგორც პირველი ჯგუფის კანცეროგენი, როგორც გენოტოქსიკური მოქმედების კანცეროგენი, იმიტომ რომ არსებობენ არაგენოტოქსიკური მოქმედების კანცეროგენები, რომლებიც არაზიანებენ დაუშვათ ქრომოსომებს, არაზიანებენ დნმ-ს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტათი უხერხულია შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ უმჯობესია ყოველთვის დარგის სპეციალისტებმა ისაუბრონ სურსათის მიერი რისკის შეფასებაზე. სურსათის მიერი რისკის შეფასება ჩვენი კანონმდებლობით დღეს არის განსაზღვრული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევის პრეროგატივას წარმოადგენს და იქ არსებობს ესეთი სამსახური, რომელიც სურსათის მიერ რისკებს ატარებს. თუმცა დღეს მაგალითად საქართველოში მე ვიტყოდი, რომ შეუძლებელია ამ რისკების შეფასება. რატომ? იმიტომ რომ ეს რისკები ახლა ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ კონცენტრაციები, რა კონცენტრაციით აღმოჩნდა ეს აფლატოქსინი ამ კონკრეტულ პროდუქციაში და ასე შემდეგ.
და რატომ არის შეუძლებელი ქალბატონო კეთი? დიახ, აი თუ შეიძლება რომ დამამთავრებინო ჩემი უკაცრავად. კი ბატონო, დიახ, აი საქმე იმაში გახლავთ, რომ ექსპოზიცია არის მთავარი, ანუ რა დოზით ხდება ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში და ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, არიან ბავშვებიც, არიან ჰეპატიტით დაავადებული ადამიანებიც, არიან ხანდაზმულებიც და ესე შემდეგ. როდესაც გინდება მაქსიმალური სრული დასაშვები კონცენტრაცია სასურსათო პროდუქტისათვის, ის ყოველთვის გინდება რაღაც გარკვეული სამარაგო კოეფიციენტის გათვალისწინებით, ეს არის გამოსაზღვრელობის ფაქტორი. შესაბამისად ეს დოზები არის ნამდვილად ყოველთვის შემცირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ დოზა არის გადამეტებული, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს პროდუქტი აუცილებელია განადგურდეს და ეს პროდუქტი ნამდვილად საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის. რატომ? იმიტომ რომ გენოტოქსიკური კანცეროგენებისათვის საერთოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, უკაცრავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ მისთვის უსაფრთხო დოზა არ არსებობს. ანუ მისთვის უსაფრთხო დოზა არის ყველა დოზა, რომელიც არის ნულის ტოლი. თუ ეს დოზა აღემატება ნულს, ამ შემთხვევაში ის უკვე რისკს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ეს რისკი, რა თქმა უნდა, არის ალბათობა. ანუ ალბათობა იმისა, რომ შეიძლება გამოვლინდეს ეს მავნე შედეგი და შეიძლება არ გამოვლინდეს მავნე შედეგი. გაჩნია ვინ მიიღებს მას, რა რაოდენობით მიიღებს, ხო? ძირითადად მაინც ბავშვებისთვის მშობლები ირჩევენ ერთი და იგივე ფირმის პროდუქციას, იმიტომ რომ ბრენდისადმი ერთგულება ახასიათებთ. ბავშვები მოიხმარენ იმაზე უფრო მეტრძეს, ვიდრე მოვიხმართ ჩვენს ზრდასრულები, მაგალითად ტექნიკური რეგლამენტი 497 ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია სხვათა შორის პედიატრების მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტია, რომ ბავშვმა დღეში 450 მილილიტრი რძე უნდა მოიხმაროს. ამიტომ მოდით ვთხოვ ყველას, რომ ნუ შეაფასებენ ამ კონცენტრაციას მხოლოდ როგორც 100 მილილიტრში არსებულ კონცენტრაციას. იმიტომ რომ ის შეიძლება იყოს 4-ჯერ მეტი მისი დღიური მოხმარება, ასევე როდესაც ამ რძის პროდუქტს აქვს 1 თვის განმავლობაში, ხო, შენახვის ვარ და 1 თვის განმავლობაში 400 მილილიტრი ასეთ რძის მიღება ბავშვის და არა მხოლოდ ბავშვის მხრიდან, რა თქმა უნდა, ზრდის რისკს და რა თქმა უნდა, ის არის საშიში ჩვენი ჯანმრთელობისათვის. შეიძლება მე ვეთანხმები დაუშვათ იმ პიროვნებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არ არის მწვავე დოზა, ანუ არ არის ის დოზა, რომელიც განაპირობებს დაუშვათ ღვიძლის ქსოვილის დაშლას და რამოდენიმე დღეში ღვიძლის მწვავე უკმარისობას და რამოდენიმე დღეში შესაძლოა დაადგეს ეს ლეტალური შედეგი, რა თქმა უნდა, ეს არ არის, მაგრამ ვურჩევ ყველა იმ პიროვნებას, მათ შორის ექიმს, რომელიც განაცხადს აკეთებს, რომ ეს დოზა საშიშროებას არ წარმოადგენს, ნუ მისცემენ თავიანთი ოჯახის წევრებს კანცეროგენებით კონტამინირებულ რძეს და რძის პროდუქტებს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ კეთი, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენგან მოვისმინოთ ეს ყველაფერი და ცოტათი მაინც დავმშვიდდეთ, იმიტომ რომ ყველა ვღელავთ, ყველას გვეშინია და მხოლოდ აი თქვენნაირი ადამიანების იმედად ვართ დარჩენილი. უღრმესი მადლობა. მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ. მე მგონი უნდა გავაგრძელოთ ხო ჩვენს სტუმრებთან საუბარი და საუბრებთ პროდუქტებზე, რომელსაც ვყიდულობთ ბაზარში, მარკეტებში და ასე შემდეგ. რამდენად დიდ საფრთხეს შეიცავს, ზოგადად სუნელების თემა გვახსოვს, აი ილაშა მახსენა კიდევ კვერცხის თემა, ნუ ახლა უკვე ქათმის და ახლა უკვე რძის და ასე შემდეგ. მოკლედ, რამდენად საშიშია და რა ზიანი შეიძლება, რა ზიანის მომტანია ადამიანის ორგანიზმისთვის ის ყველაფერი, ასეც ახლა ვსაუბრობთ.
მოგესალმებით თქვენს მაყურებელსაც, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემებია მით უმეტეს ჩემთვის როგორც ტოქსიკოლოგისთვის, როგორც ექიმისთვის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის, მაგრამ მეცნიერული საქმიანობა ცოტა სხვა და პრაქტიკაში ამის დანერგვა ცოტა კი არა ძალიან შეუძლებელია პრაქტიკულად, ნულოვანი ნიშნული არ არსებობს ბუნებაში, ასე ვაკუუმში ვერ ვიცხოვრობთ, ხო? უამრავი ტოქსინია, როგორც ბიოლოგიური, ასე ჩვენს მიერ შექმნილი და ქიმიური, კანცეროგენებზე თუ ვსაუბრობთ, უამრავი გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ექსპოზიცია მაქსიმალურად შევამციროთ და მონიტორინგიც. იუნისეფმა დიდი ხანია აკრძალა მაგალითად რძის პროდუქტების გარკვეულწილად მონიტორინგი და ანუ ადამიანები, რომლებიც თვითონ აწარმოებდნენ, მაქსიმალურად შეზღუდულიყო, იმიტომ რომ არ მიდიოდა მისი კონტროლი შესაბამისად არც პათოგენურ ნაწილზე, არც ასე ვთქვათ ტოქსინებზე და რაც მთავარია ცხიმიანობა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ კი კანცეროგენებზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ცხიმის დაგროვება ხელს უწყობს კანცეროგენების უფრო ხანგრძლივად დატოვებას ორგანიზმში, არა მარტო აფლატოქსინის. დიოქსინი ერთ-ერთი ჩვენს მიერ წარმოებული, რომლის ექსპოზიცია ჩვენ შეგვიძლია. ეს ადამიანებმა შევქმნათ დიოქსინი, გაცილებით მაღალია მათი რისკი და აღარ მინდა ამის გავრცელება, იმიტომ რომ რა არის კანცეროგენი, ხო? უამრავია ოფიციალურად რეგისტრირებული, რაც ვიცით, 70-ზე მეტი პირველი კატეგორიის კანცეროგენია თამბაქოში და მოწევისგან არავინ არ იკავებს თავს. მეორადი მწევალიც უამრავი ყავს, მათ შორის ბავშვი და სახლში მოწევა კიდევ უფრო მეტად ზრდის დახურულ სივრცეში ამ რისკებს. ეს ხო ნამდვილად ვიცით და ალკოჰოლიც ასევე კანცეროგენული ჯგუფია და რადგან ძალიან ბევრია ტოქსინების რაოდენობა, ამიტომ გვინდა რომ მინიმალამდე დავიყვანოთ ეს ნიშნული. ბუნებრივია სურსაც, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ და აუცილებელი საშენი მასალაა ჩვენთვის. გვინდა რომ მაქსიმალურად თავისუფალი იყოს სხვადასხვა მინარევებისგან. სურსათის სააგენტოს დიდი მადლობა ჩემგან. ამდენად ვიცი რომ პერიოდულად ხდება შემოწმება, ეხლა შეუძლებელია ყველა პროდუქტი თითოეულ ყოველდღიურად შემოწმდეს, მაგრამ მაქსიმალურად ხდება განსაკუთრებით 2022 წლიდან აფლატოქსინებზე მონიტორინგი და როცა დარღვევა ნამდვილად აქვეყნებენ, ვინც ადევნებს თვალყურს, ეხლა შეიძლება ყველა ასე ვთქვათ გამოქვეყნება ტელევიზიაში ესე აქტიურად არ გაჟღერდეს, მაგრამ მათ მიერ ხდება ხოლმე. ისიც ძალიან კარგად მესმის გულის ტკივილი, რომ ნდობა ცოტა დაკარგული გვაქვს გარკვეულწილად და მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს ერთჯერადი მოხმარება შეიძლება იყოს, უბრალოდ ძალიან მინიმალური დარღვევა იყო, ეს უდაოა რომ უნდა ამოიღოს ეს პროდუქტი, მაგრამ მე იმ ადამიანების დამშვედება მინდა რომ ვინც გამოიყენა აქამდე ეს ასე ვთქვათ კონკრეტული პროდუქტი, თუ კი მოასწრო და რამდენიმე დღე არ არის ესე კრიტიკულად საგანგაშო და ამის გამო პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. რა თქმა უნდა, არასასურველია. მე იცით რატომ მეშინია, პირადად მე და ძალიან ბევრი მყავს გარშემო ასეთი, რამდენიმე დღეზე ხომ არ არის საუბარი. ნახეთ, ეს კონკრეტული პროდუქცია, რომელშიც აღმოჩნდა, იმიტომ რომ პერიოდულად ხომ მიდის და ამოიღეს, ამას ვერ მოესწრებოდა ხანგრძლივად. შემდეგ წელს გავაკეთებთ თვითონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხო, არავინ არ იცის შემდეგ წელს ისევ გავაკეთებთ, ანუ ეგ არის პრობლემა, რომ ერთჯერადი რო იყოს ნახეთ, წარმოებაში შემოდის, რომ გენახათ ის წარმოება რვა და როდის არის. ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ წელიწადში ერთხელ შევამოწმებთ, ხო? ანუ შესაბამისად ეგ არის პრობლემა, რომ ერთჯერადად მოხმარება. ნახეთ, ის რძე, რომელიც გამოსული იყო, ახლა რომელიც ამოიღეს 6 თვიანი, ნახეთ ვადა. კი, მე ვნახე. 6 თვეზე მეტი იყო მისი, ანუ წარმოების პერიოდი. ეგ გასაგებია, მაგრამ ანუ ერთი პროდუქტი ერთი პარტია შეაფასეს, ხო? ანუ ჩვენ ხო ერთ წელში ერთხელ არ ვღებულობთ ამას ეს, ხო? ანუ წელიწადში ეს ერთის პროდუქცია ხდება ძალიან. ანუ ამის პერმანენტული შემოწმება უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით იმ საკვებში მაშინ უნდა ხდებოდეს იმ საკვების პროდუქტის შეტანის შემდგომ ყოველი ახალი საკვები პროდუქტის მიღების ფონზე, რომელსაც პირდაპირ აძლევენ. ეგ რისკის ჯგუფმა უნდა შეისწავლოს, გეთანხმებით ამაში, რომ ვერ მოხერხდება ყოველდღიურად, ეს შეუძლებელია, კი. ყოველდღიურად არც რესურსი არის ამის, ფინანსური და არც ის შეუძლებელია. მაგრამ ეს რაღაცა პერმანენტული ხასიათის უნდა იყოს კვარტალში ერთხელ მაინც და არა წელიწადში ერთხელ. მაგრამ მე კიდევ ერთხელ აი ძალიან მინდა რომ ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. აი აფლატოქსინი შემდეგ წელს ძალიან ასნუ გავამახვილებთ რა ყურადღებას, იმიტომ რომ რაღაცნაირად მართლა ძალიან დიდი გადაფარვა მოახდინა ამ აფლატოქსინმა. ამ ყველაფრის ის რაც ხდება კიდე გარეთ საკვებ პროდუქტებში, იმიტომ რომ ევროკავშირის ვერიფიცირების ხელშეკრულება სწორედ ამას ითვალისწინებდა და ევროპა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჩვენ ევროპული პენსია ვქონდეს და ასე შემდეგ. ევროპა არის ჯანდაცვა, უსაფრთხოება ადამიანების, რომელიც განაპირობებს თავის მხრივ გარკვეულ წესებს და რიგებს, ხო? წესრიგს. ანუ ევროკავშირის ვერიფიცირების ხელშეკრულება თავის დროზე ითვალისწინებდა იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხდარიყო მარკირება იმ პროდუქტების, რომელიც ევროპაში როგორ ხდება სასტანდარტიზება და რეგულაციები, რომ გენური ინჟინერიით არის, რომ საკვებ დანამატს შეიცავს, რამდენად საფრთხოა, იმიტომ რომ დამეთანხმებიან კოლეგები, რომ
ათასობით ემულგანტი და კონსერვანტი არსებობს, ფერის მიმცემი, სუნის მიმცემი, გემოს მიმცემი, შემნახველი და ასე შემდეგ, რომელთაც კონკრეტული დაავადებების მიმართ აქვს გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორები. და ეს ამის გამიჯვნა უნდა ხდებოდეს. ანუ ადამიანს უნდა შეეძლოს და კონდეს უფლება, თუმცა დღევანდელ სახელმწიფოში ამ უფლების საერთოდ სიცოცხლის უფლებას გვართვევენ მეტნაკლებად, უფლება იმისა, რომ ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ კვების დროს ვაკეთებთ არჩევანს. რას ვირჩევთ? ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ თამბაქოს მოხმარების დროს. მე ვიცი ის, რომ მავნებელია ვეწევი, მაგრამ საკვებ პროდუქტს, რომელიც მგონია, რომ ჯანსაღი არის, ყიდულობ და მისგან უნდა მივიღო ის საკვები დანამატები, რაც აუცილებელი არის ჩემი ნორმალური ცხოველმყოფობისათვის. თურმე გამოდის მე თებშზე მარტო საკვები კი არ მიდევს, უამრავი ჰორმონი და ანტიბიოტიკი მიდევს. ეხლა ანტიბიოტიკების რაობაზე ალექსანდრე უფრო რამდენად არაერთეული პრობლემა კი არა, ეს არის გლობალური პრობლემა, ხო? მსოფლიოსი და საქართველოსიც მათ შორის. და ევროკავშირში ეს ყველაფერი გათვლილი არის. ამერიკა მაგალითად იმის გამო, რომ მოსახლეობა დიდი არის და წარმოება უფრო მეტი უნდა, დღემდე დაშვებული არის ამერიკაში, თუნდაც ჰორმონების და ანტიბიოტიკების გამოყენება, მაგრამ იქ არის ვადები, რა დროს უნდა შეწყდეს გამოყენებამდე ამ პირუტყვის სანამ დაკლავენ ამ ჰორმონების და ანტიბიოტიკების მიღება და ჩვენთან ამის რეგულაცია ფაქტურად არ არსებობს. ხამქიმიკატებზეც იგივე პრობლემა აქვს ვადებით. პათოლოგიაზე ვიტყვით რამოდენიმე წინადადებას და შევჩერდები, დღესდღეობით ძალიან ბევრი არის და ამ შემთხვევაში კოდი დამეთანხმება როგორც პედიატრი ნაადრევი მომწიფების, ესე ვთქვათ, გარკვეული ამბები, ხო? რაც თავის მხრივ არის, რა თქმა უნდა, ამ ჰორმონების მიღებასთან დაკავშირებული, ხო? აქ არის კორტიკოსტეროიდებზე საუბარი, რომელიც ასევე საკმაოდ მწვავე, ესე ვთქვათ, ზემოქმედების არის ჩვენს ორგანიზმზე და აქაც მწვავე ინტოქსიკაციას კი არ იწვევს, მაგალითად, როგორც აფლატოქსინი, არამედ იქაც კუმულირება ხდება და გარკვეულ რეაქციებს უკვე დროთა განმავლობაში იწვევს. ამდენი უშვილობა, უნაყოფობა, ხო? უამრავი ენდოკრინული პათოლოგიები, რომელიც არის დაკავშირებული და ანტიბიოტიკების რეზისტენტობა ხო, აი ალექსანდრესთან მოვედით ზუსტად ამ თემით გადავიდეთ ალექსანდრესთან. ორი სიტყვით, ასე ვთქვათ, ზოგადად მდგომარეობას. შევაფასებ, ჩემ აზრს დავაფიქსირებ, როგორც ექიმი, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის სანდოობის ხარისხი. ჩვენი ექიმების, სახელმწიფოს, მედიის მთავარი, ასე ვთქვათ, როლი ალბათ არის, რომ აი ამ სიტუაციაში, რაც არის შექმნილი, საზოგადოებამ გამოიტანოს სწორი დასკვნა, ჰქონდეს მეტი სანდოობა, ხო? აქედან გამომდინარეა აუცილებელი, რომ ეს საკითხი, თქვათ, იყოს განხილული ისე, რომ სწორად მივიტანოთ სათქმელი, რომ არ არის პანიკის საფუძველი თუ რას აკეთებს სურსათი სააგენტო, როგორ ამოწმებს. ამაზე მეტად უნდა იქნას გამახვილებული ყურადღება, რომ რაც კეთდება, კონდეს ამაზე ასე ვთქვათ, მოსახლეობას ინფორმაცია, რომ კონდეს სიმშვიდის, ასე ვთქვათ, გარანტია, რომ ეს კი არ არის პერმანენტული ხასიათის ეს დარღვევა, ან არის ერთეული შემთხვევა. ან თუ ეს ასე არ არის, რას აკეთებს ამისთვის, ამის აღმოსაფხვრელად, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენ ექიმებმა და სახელმწიფო პირველ რიგში იმ ინსტიტუციებმა, ვისაც ეს ეხება, კაფიო პასუხები გასცეს ამ ყველაფერს და რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დაშეს ინსინუაციებისთვის და რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, შეთქმულების თეორიებისთვის. ამიტომ ამაში მთავარი როლი აქვს სახელმწიფოს დარგის ექსპერტებს და ასე ვთქვათ, მედიას, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი ისე მიაწოდოს საზოგადოებას, რომ მათ ნაკლები კითხვა გაუჩნდეს ამ საკითხებზე დაკავშირებით. პასუხები გაეცეს, რა თქმა უნდა, იმ კითხვებზე, რომლებიც ლეგიტიმურია და რომლებიც ნამდვილად უნდა გქონდეს ჩვენ საზოგადოებას. ახლა რაც შეეხება ზოგადად, რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, ანტიბიოტიკორეზისტენტობა ეს კიდე ცალკე გლობალური საკითხია და გლობალური პრობლემაა, რომელიც დგას მთელ მსოფლიოში. თუმცა საქართველოში რეალურად და ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ ასე ვთქვათ ეს აქტუალური თემაა და პრობლემატურია, იმიტომ რომ ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარების ასე ვთქვათ ერთ-ერთი ფაქტორი ასევე არის ანტიბიოტიკების გამოყენება მეცხოველეობაში, ეს ერთი მეორე საზოგადოებაში ზოგადად არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია და
ანტიბიოტიკების გამოყენება, როდესაც ხდება ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, სამწუხაროდ გარკვეულ შემთხვევებში ეს ეხება ჩვენს კოლეგებსაც, ექიმებს გარკვეულ შემთხვევებში და ასევე საზოგადოებაში არსებული გამეფებული ასე ვთქვათ დამოკიდებულება ანტიბიოტიკების მიმართ, რომ ვთქვათ ანტიბიოტიკის მიღება შესაძლებელია ტემპერატურის ან სხვადასხვა ასე ვთქვათ იმ ანთებითი გამოვლენის დროს, რომლის უკანაც როგორც წესი 90%-ში არ დგას ესეთი ინფექცია, რომელსაც ანტიბიოტიკი სჭირდება, ხო? ანუ ეს არის საკმაოდ გლობალური პრობლემა და ამასაც სჭირდება სისტემური მიდგომა, ხო? ვერ მოგვარდება ეს პრობლემა მხოლოდ თქვათ ექიმების მონდომებით. ან საზოგადოების თქვათ თუნდაც რომ ჩათვალო საზოგადოებამ რომ აი სწორად მოვიქცევი და აღარ მივიღებ ანტიბიოტიკს, ხო? ამას სჭირდება სისტემური მიდგომა, ანუ აქაც იგივე, ასე ვთქვათ, პრობლემასთან მივდივართ და იგივე აქტორები გვყავს, ანუ სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაარეგულიროს და რეგულაცია შემოიღოს გარკვეული და შემდეგ ამ რეგულირების აღსრულებაზე იზრუნოს, ეს ერთი, მეორე ექიმები უნდა იყოს უწყვეტი განათლება და კონკრეტულ, ასე ვთქვათ, დარგის სპეციალისტები იყვნენ ჩართული ამ ყველაფრის აღსრულებაში და დახვეწაში და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებაში და მესამე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუმცა ვერ მოხდება ეს იმ დანარჩენი ორის გარეშე, ხო? იმიტომ რომ საზოგადოებაში როგორ უნდა ამაღლდეს ცნობიერება, ხო? უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ, რაღაც სტანდარტ შეიმუშავებენ და შემდეგ ამას ისეთიანით, რომ მათთვის იყოს გასაგები, მიაწვდიან საზოგადოებას, ხო? ასე გაჩნდება ნდობა საზოგადოებას, სახელმწიფოს და დარგის სპეციალისტებს შორის. იმიტომ რომ აი ამ ასე ვთქვათ, წრის გარეშე თუ სადღაც ერთი სეგმენტში, ერთ გოლში არის დარღვეული, შემდეგ უკვე მივდივართ აი ამ პრობლემასთან, როდესაც ვთქვათ კეთდება დარგის ექსპერტების, არა მხოლოდ მათ მიერ გარკვეული განცხადებები და საზოგადოება არის დაბნეული, იმიტომ რომ ერთ დღეს თქვათ არის განცხადება, რომ თქვათ საკვების პროდუქტი არის ამოსაღები და მეორე დღეს არის განცხადებები, რომ თქვათ არ არის იმ დოზით არ შეიცავდა ამ კონკრეტულ ტოქსინს, რომ მისთვის ადამიანის ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა შეექმნა, ხო? ამათ შორის კორელაცია ადამიანი, როდესაც არ არის ექიმი, ხო? ძალიან რთულია, ხო? კორელაცია გააკეთოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მე მესმის, რომ ტოქსინის რაოდენობა, ხანგრძლივობა, თუ ასე შემდეგ, ხო, სხვადასხვა თემები, რომელზეც სპეციალისტებმა უნდა იბრძოლონ, მაგრამ ეს ისე უნდა მივაწოდოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ მათ გაიგონ და დარჩეთ, ასე ვთქვათ, არ დარჩეთ რაღაც უკმაყოფილების გრძნობა, რომ ან მოტყუებულები არიან, ან ვთქვათ, სიმართლეს ვიღაც უმალავს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რომ სპეციალისტები სახელმწიფოს, მედიის და ყველას ჩართულობით ჩვენ საზოგადოებამდე მივიტანოს სწორი ინფორმაცია, რომ მათ ქონდეთ ნდობა. სხვანაირად რაც უნდა ვისაუბროთ ჩვენ მტკიცებით მეცნიერებაზე და ვთქვათ დოზირებებზე და რამდენად უსაფრთხოა, ეს ამით ვერ მივიღებთ ვერანაირ შედეგს. მესმის ძალიან კარგად თუ შეიძლება ამას დავამატებდი, რაც შეეხება ამ აფლატოქსინს, რომელიც ნედლ რძეშია, ეს არის აფლატოქსინ M1, რომელიც ნამდვილად საკვებად უნდა მიიღოს ცხოველმა, რომ მე მისმა ორგანიზმმა ბერცი იღებს ცხოველი, საკვებიდან და მე მისი ორგანიზმი გარდაქმნის ნაკლებ ტოქსიურად M1-ად. M1-ს რაც შეეხება შეუძლებელია პრაქტიკულად, ძალიან დიდი დოზა უნდა იყოს, რომ მწვავე ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. რაც შეეხება მწვავე ინტოქსიკაციას, ეს არის რამდენიმე დღით მიღებული და მალე უნდა გამოვლინდეს კლინიკური ნიშნები. რაც შეეხება ქრონიკულ ექსპოზიციას გეთანხმებით, რომ მცირე ნიშნულით და ყველა მეცნიერს ბუნებრივი ერთ რამეზე ვარ შეჯერებული, რომ მცირე ექსპოზიციაც საშიშია ხანგრძლივ დროში, თუმცა ხანმოკლე დროში მისი მიღება ესე ადვილად არ აზიანებს ჩვენს გენომს, ჯვარიფწვერი ამ კუთხით, დეტოქს ახდენს ორგანიზმი, რა თქმა უნდა, მისი ქრონიკული ექსპოზიცია სხვა კანცეროგენებთან ერთად გვაძლევს იმ სავალალო შედეგს და არ უნდა იყოს, ამიტომ უნდა იყოს ამოღებული. მოსახლეობა ამ კუთხით ნამდვილად არ უნდა დაიბნეს და ალბათ არ გავაჟღერეთ კარგად კიდევ და არც გარკვეულმა ასე ვთქვათ, იმ მეცნიერების, რომ ეს არის M1 ფრაქცია, რომელიც ვერ გამოიწოვდა ხანმოკლე დროში რამე ზიანს. ბუნებრივია უნდა ამოვიღოთ და არ გავაგრძელოთ ამ კონკრეტული ნაერთის გამოყენება, იმიტომ რომ მისი ხანგრძლივი გამოყენება რამდენიმე თვე დაწალი წარმოადგენს პრობლემას, განსაკუთრებით თუ კი ამ ბავშვებზე ვსაუბრობთ და იმ პირებზე, რომლებსაც ისედაც უამრავი პრობლემა აქვს. ესე იმიტომ რომ მოსახლეობა ძალიან დაიბნა, წავიდა და უამრავი ლაბორატორიული კვლევა ჩაიტარა, არ ჭირდება ნამდვილად და ესეც პანიკის საფუძველია და ნამდვილად არ გვინდა ასეთი პანიკა, თუ რამე კლინიკური ნიშანი ვლინდება და საეჭვია, რა თქმა უნდა, შობია კომპეტენტურმა პირმა უკვე გადაწყვიტოს. მაინც დაბნეული, კიდევ
ერთხელ დავსვამ ამ კითხვას. რა ფაქტია, რომ მაინც ბოლომდე მე ვერ გავიგე შესაბამისად ალბათ არის მაყურებლის რაღაც ნაწილი, ვინც ჩემნაირად ჯერ კიდევ დაბნელობაში. ეხლა თან მესმის რასაც ხსნით, მაგრამ თან მაინც კონსტანტინეს თან მინდა გადავიდა ისევ და რატომ? აი ახლა არ უთქვამს, რაც თქვით აქ. უბრალოდ მოკლედ რო ჩამოვაყალიბოთ არის ის, რომ B1 ფრაქცია ნამდვილად უფრო უარესი არის, მაგრამ B1 ფრაქცია კიდევ შეიძლება თხილეულშიც იყოს, სხვადასხვა მოსავალში შეიძლება იყოს და შეიძლება პროტესტიური იყოს. აი ბოდიში გაწევთ, კაპიტან ეკამ ახლა ახსნა, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება არ გამოიწვიოს რაღაც სავალალო შედეგი, მაგრამ რამდენიმე დღე დაგროვდება, ისე რომ წვავე გამოვლინებით გამოიხატოს. აღნიშნა, რომ 1 წლის განმავლობაში წელიწადში ერთხელ მოწმდება. ეგ არის თავი პრობლემა და ეხლა სანდოობაზე როდესაც თუ ვიღებთ მაშინ კლინიკური შემთხვევები, უნდა დაფიქსირებული იყოს შესაბამისი. ნახეთ, დაავადებათა კონტროლმა მაინც არ არის რთული რატო? რა ტიპის კლინიკური შემთხვევა უნდა ყოფილიყო? არა, კიბო არა, მე ვამბობ მწვავე. მწვავეზე არ საუბრობ, ჩვენ საუბრობთ ქრონიკულზე. ქრონიკულზე ამას წლები ჭირდება, მინიმუმ 10 წელი მაინც ხომ და იყოს რა რაღაცა. ჩვენს ბავშვობაში საერთოდ შეუმოწმებელ რძელს ვსვავდით. ჩვენს ბავშვობაში თქვენ ალბათ ხართ ხო სოფელში დაყოფი ძრო ხარ რო გაივლის Windows-ზე, მე მაქვს ნანახი. ერთ Windows-თან რომლა ბავშვებს არის დაახლოებით რაღაცას გადადის მეორე. თქვენს უბრალოდ შეუძლებელია ამის ესე ვერ გაიგებს მაყურებელი რომ მოყვეთ. ნახეთ, ბავშვთან შეიძლება გამოიწვიოს ზდის ჩამორჩენა, შეიძლება გამოიწვიოს გონებრივი განვითარების ჩამორჩენა, შეიძლება იმუნოსუპრესია გამოიწვიოს და შესაბამისად სუსტი იმუნიტეტი და ხშირი ინფექციები ქონდეს და ნუ ბოლო ჯამში ყველაზე ის არის ისა დავუწოთ ჰეპატოცელულური კარცინომა, რომელიც დიდებსაც აწუხებს და პატარებს. ეხლა თქვენ საქართველოში ამდენი გინახავთ, რომ დადგინდა ჰეპატოცელულური კარცინომა და იქ მიყვნენ იმის ეტიოლოგიურ ფაქტორს, რომ რატო დადგინდა. იგივე არის, ნახეთ, იმუნოსუპრესია ხშირად მოავადე ბავშვი არის, ხო? ჩვენი პედიატრების თავარი ასე ვთქვათ, არსი ამ დროს არის პატარა ასაკში, რომ გავარკვიეთ ეს იმუნოდეფიციტის გამო არის, თუ რაიმე სხვა პრობლემის გამო არის. მერე, ნახეთ, იმუნოდეფიციტი დავადგენთ, მაგრამ ეხა იმუნოდეფიციტი უნდა ჩავყვეთ, გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული რაღაც იღებთ, თუნდაც იგივე ჰორმონებით განმდიდრებულ რაღაცა საკვებს იღებს, რომელიც იმუნოსუპრესიას ახდენს, თუ აფლატოქსინი არის, ანუ აფლატოქსინის ჯერ ესეთი APM-ის ერთის განსაზღვრა არ ხდება სამწუხაროდ საქართველოში ლაბორატორიაში, მაგრამ ნახეთ, იგივე გონებრივი ჩამორჩენა განვითარდა. რამდენი რამე უნდა გამოვრიცხოთ და აფლატოქსინი დაგვემატა ეხა ზევიდან ერთი, რომელიც შეიძლება ასევე იყოს, ხო, ერთ-ერთი გამოწვევი. ასევე არის დაში შეფერხება, რომელიც უამრავი ფაქტორი შეიძლება იყოს და დაგვემატა ახაც აფლატოქსინი, იმიტომ რომ მე პირადად მაშინ ამ რაღაცაზე როცა ვშფოთდებით, უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია გარკვეულ ჯგუფებს, მე ყველას ვაწოდებ მაგ ინფორმაციას შესაბამისად. არა, ესე არა, ცალ-ცალკე არაფერი გამოგვია, ჯობია რომ გარკვეულ დაავადებათა კონტროლის სამსახური გასაკეთებთ. დიახ, ზუსტად, არა. დაავადებათა კონტროლის სამსახურის არის, რომ ჯანდაცვის სისტემიდან ჩვენ გვაქვს ელექტრონული სისტემა, სადაც ვაწვდით თითოეულ დიაგნოზს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის სამსახურის საქმე სწორედ არის ეს, რომ ჯანდაცვის სისტემიდან ამოიღოს აღნიშნული პათოლოგიები, ნახოს წლის განმავლობაში უმეტესად რა შემფასებლები ჭირდება, რომელიც ამას გააკეთებს. სახელმწიფო ბუნებრივია. პედიატრი ვემხრობ პრევენციულ მედიცინას და შესაბამისად ეხ გონებაშიც დავითვალე, ხო? თქვენც თქვით, რომ პარტიულად გამოდის, ხო ეს რძეები. ეხ გონებაში დავითვალე, სადაც 10 წარმოებელი ვიცი რომ არის საქართველოში ფართოდ ანუ ისიც გამოიყენება. 100 ბოთლიც რო ამოვიღოთ, ეს გამოდის სადღაც $1000 რო ვიან გაშვათ, $1000 არ ეღირება ერთ ნიმუში აფლატოქსინის შემოწმება. გამორიცხული, მაგრამ $1000 რო ვიან გაშვათ, არის $1 მილიონი სიტყვაზე, რომელიც 12 თვეზე რო გადაანაწილო $12 მილიონი არის და იმისთვის რომ ადამიანები მშვიდად იყვნენ ჩემი აზრით ეგ არაფერი არ არის, რომ თვეში ერთხელ გაკეთდეს ეს და სადობო კონტ მეორე საკითხია, ეხა მე რამდენად შეიძლება ვენდო იმ სტრუქტურას, რომელიც გადახრილია იმისკენ, რომ ან მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესს ხელი დაადოს, ან კიდევ სხვა პრობლემები. ხო, აქედან გამომდინარე, ეს ნდობის აღდგენა ჩემი აზრით უპირველესი არის, იმიტომ რომ ნდობა თუ არ მაქვს მე ექიმის, ნდობა თუ არ მაქვს სისტემის, მე უკვე მიწევს ჩემით გაკეთება და ეხა რა ვიცი, უამრავი პაციენტი გვწერს, რომ ძე შენახული მაქვს სახში და მინდა რომ ჩემით გავაკეთო, ანუ ეს ფიქრი ადამიანს არ უნდა უწოდეს და საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მივდივართ, რომ სისტემა არის პრობლემა და სისტემა ეხა გრძელვადიან პერსპექტივაში არის, ხო, შესაძლებელი, იმიტომ რომ თუნდაც დღესვე რომ შეიცვალოს ის სიტუაცია პოლიტიკური რაც არის, ამას დასჭირდება წლები, რომ თუნდაც იგივე ჯანდაცვის სისტემისადმი აამაღლო ნდობა, პოლიციისადმი აამაღლო ნდობა, რა ვიცი, თუნდაც იგივე სურსათის ეროვნული სააგენტოსადმი აამაღლო ნდობა დაავადებათა კონტროლის ცენტრისადმი და ასე შემდგომ. ანუ აქ უბრალოდ
გამოუვალ სიტუაციაში ვართ ეხა ჩვენ და მე რომ ეკითხება ეხა მშობელი რა უნდა უთხრა რომ დავამშვიდო რომ იცი რა ის ერთ პარტიაში იყო როდესაც ჩემ თავში არ ვარ დარწმუნებული რომ მარტო ერთ პარტიაში იყო ანუ მეც არ ვენდობი იმიტომ რომ ადამიანი გამოვიდა არ ვიცი ეხა მოუჭრი მართლა და იმას ვზავ იმიტომ რომ ფორმულაში ვიყავი გუშინ წინ და სანამ შევიდოდი აი შოკირებული დავრჩი რომ ეთქვათ მაინც რომ ვამოწმებთ სისტემატიურად ხო შეიძლება ნდობა მაინც არ მქონოდა მაგრამ გულწრფელად თქვა რომ 12 თვეში ერთხელ ვამოწმებთო და ანუ არ ვიცი 8 ჯერ სად გაიგეთ თქვენ მაგრამ სააგენტომ გამოაცხადა თვითონ რომ ამოწმებს ნამდვილად ოფიციალურად უდევთ და ეს არ არის მხოლოდ დღეს გაჟღერებული რომ პროდუქტი თვითონ წარმოადგენელმა თქვა ჩანაწერი არის სადაც თქვა რომ 12 თვეში ერთხელ ანუ ყოველ წელს ვამოწმებთ თორე ესე კონტროლით არც ერთი არ დაუდევთ ბუნებრივია და არ ვაკონტროლებთ ხო ჩვენ თითოეული მათგანი ბუნებრივია იქიდან გვინდა ნდობა თუმცა ეხა მოსახლეობა ჩვენ არც ის რეკომენდაცია გვაქვს რომ რამე კონკრეტული ლაბორატორიული კვლევა ჩავატაროთ თვითონაც დადის მოსახლეობა ასე ვთქვათ კვებისადმი ანუ რა უნდა ურჩიო მშობელს და ერთადერთი გამო რა ვიცი მე ლოგიკურად რაც მეჩვენება არის რომ ურჩიო ისეთი ქვეყნიდან ქვეყანაში ნაწარმოები სადაც რეგულაციები არის კანონის მიხედვით დაცული მეორე ცეცხლი არის აქეთ რომ ამდენი ფინანსური შესაძლებლობა აქვს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას რომ შეიძინოს ის პროდუქტი რომელიც უცხოეთში არის ნაწარმოები შეიძლება თურქულები ახლა იაფი იყოს მაგრამ თურქულებს შეიძლება არ ნენდობოდეს არც თურქულს და უნდადეს ევროპულის ყიდვა და ეს გრძე შევიძინებთ პირადად რომელიც ზუსტად სამჯერ ძვირი ღირდა ვიდრე ქართული პროდუქცია. ცეცხლი არის, იქით ცეცხლი არის და ესე გადაჭრით მეც მინდა რომ ესე ხანდახან ვიყო ესეთი რა ქვია თავი დავიბრმავო და უთხრა ყველაფერი კარგად არის ერთ პარტიაში იყო მარტო და არაფერი კიდევ უფრო მეტ რისკს შექმნის ამ პრობლემების შუა რომ აქეთ თუ არა აქ მაშინ უნდა იყიდოს ის სხვა გამოსავალი არ არის იმიტომ რომ რძის პროდუქტი მით უმეტეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მით უმეტეს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე კალციუმის მიღება, გარდა კალციუმისა კიდე ძალიან ბევრი კარგი თვისებები აქვს, რაც შეიძლება რძემ მოგვაწოდოს, ანუ ესენიც ხო, ანუ აი ეს არის. ერთ შეკითხვას დავსვამ, ბოდის ვიხდი რა. აი, ვთქვათ მე შევიძინე რაღაც გარკვეული პროდუქტი და შემეპარა ეჭვი. არსებობს იმის პრაქტიკა, რომ ვინმე სადმე მივმართო, სად მივიტანო, რა გავაკეთო, რა ხდება. წესი და რიგით უნდა მიიტანოთ სურსათმფრინავების სამსახურში, რომლის დობა თუ რამე დარღვევა არის კი შეგვიძლია ესე, ან თუ კონკრეტულ ასე ვთქვათ მაღაზიაში ვთქვათ იქ გაყიდვის შენახვის პირობებსაც ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იქ ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის რძეზე, რომ თუ მას არა აქვს სათანადო შენახვის პირობები, რა თქმა უნდა, აფლატოქსინის ამ ერთ ფრაქციის დონე არ მოიმატებს, არ შეიცვლება, მაგრამ სხვა პრობლემა გაგვიჩნდება მალფუჭებად პროდუქტზე და ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად ესეც დარღვეულია, ვიცით, სხვა პროდუქტზე. ბევრია ეგეთი შემთხვევებიც, განსაკუთრებით ხელსეზონზე წლებია უკვე, რომ საკვებისმიერი ინტოქსიკაციები, რომლებიც ინფექციური აგენტით ან ინფექციური ტოქსინით არის გამოწვეული, საკმაოდ ხშირია. ზუსტად ამის უკანაც ხშირ შემთხვევაში მალფუჭებადი პროდუქტების არასწორი შენახვა ან გამოყენების გამოარის განპირობებული. აქედან გამომდინარე, ამასაც ზუსტად უყურეთ ეს ერთი სისტემაა, ხო? ერთი პრობლემაა, რომ აღსრულება, რეგულირება, იმიტომ რომ შეიძლება ვიცით რა არის პრობლემა, მაგრამ ამის რეგულირებას და აღსრულებას რამდენად ვახერხებთ და ვაკეთებთ. ან მეორე კიდევ, ხო? საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კი ბატონო, შეიძლება განაცხადა ეს სურსათის სააგენტო, მაგრამ უფრო ანუ საჯაროობა მეტი უნდა ქონდეს, რომ ადამიანები, ანუ სადღაც განათავსე შენ განცხადება, თქვა სადაც ნახულობ სულ 10-15 კაცი, ხო, ეგ არ არის საკმარისი. როდესაც არის საზოგადოებაში ასეთი ინტერესი და საკმაოდ ისეთ შეშფოთების საგანია, ხო, აქედან გამომდინარე საჯარო განცხადებაც უნდა გააკეთო და ვალდებულიც ხარ და შენი ინტერესიც არის რომ თუ აკეთებ რაღაცას და ამ რეგულაციების აღსრულებაში იღებ აქტიურად მონაწილეობა შეიძლება ამაზე ვიღაცებს კითხვები გქონდეს მაგრამ ნუ აკეთებ თქვა ხო ოფიციალურად ეს უნდა განაცხადო ისე რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იყოს გასაგები არა მხოლოდ სპეციალისტებისთვის ვინც კონკრეტულად საიტზე შევა და ნახავს რომ ეს განცხადება გაქვს მართლა გაკეთებული და მართლა ამოწმება ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია გიდევს ხო? არამედ უფრო საჯაროობა მეტი უნდა იყოს და ეს დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანია, რომ როდესაც არის ასეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი, რომ მეტად ასე თქვად, იყო ჩართული ამაში და შენი ინტერესიც არის, რომ საზოგადოება იყოს მშვიდად, რომ
მოწმდება 8-ჯერ არის წელიწადში თუ 10-ჯერ არის, ხო, ვალდებულებაც არის და მეორეა თვითონ სტრუქტურის მუშაობის შეფასებისთვის ეს რომ აი ამას აკეთებ, რომ რეალურად აკეთებ მართლა, ხო? ვიღაცებს კითხვებს შეიძლება გაუჩნდეს, ლეგიტიმური კითხვებს, მაგრამ ნუ შენ რასაც აკეთებ, მას ყოველ შემთხვევაში ასე თქვა დადებ საჯარო და ამაზე კითხვებსაც უნდა შემდეგ თუ იქნება ეს კითხვები გასცე პასუხი, ხო? ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და აი ამის გარეშე ნდობა არასდროს არ იქნება, ხო? ეს არის ძალიან კანონმდებლობით ეს, რომ სიცოცხლე უნდა დაიცვას ადამიანის და შესაბამისად ჯანმრთელობა და შემდგომში უკვე ამის გავრცელება, რასაც ახლა ალექსანდრე ამბობდა, უნდა მოხდეს არა ვთქვათ ესე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ ტელევიზიას და სხვა ესე ვთქვათ, სახელმწიფოსგან თითქოს და ოპოზიციურ ტელევიზიებს, იმიტომ რომ მხოლოდ მათ დაუთმეს აღნიშნული დრო, მაგრამ ეს დრო უნდა ეთმობოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ამაზე უნდა დაწყებულიყო უამ არა ჩვენ ვთქვათ მაგალითად ვინც ეხა უნდობლობას ვუცხადებთ თუნდაც ის სურსათის ეროვნული სააგენტო თუნდაც დაავადებების კონტროლის სამსახური უნდა იჭდეს და უხსნიდეს მოსახლეობას დეტალურად რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ეს და რა არა და ჩვენ ამ დროს საზოგადოებრივ მაუწყებელზე უყურებთ რაღაცა ცირკს კომისიას რომელიც შედგენილი ყავთ ესე ვთქვათ რაღაცა უაზრო საკითხებიდან გამომდინარე ამიტომ აქაც ნაწილობრივ ალბათ საზოგადოებაც არის დამნაშავე იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოებაც იხდის ამ ყველაფერში ფულს იხდის იმაში რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მიიღოს ინფორმაცია ფულს იხდის იმაში რომ დაიცვას სახელმწიფო მისი ჯანმრთელობა მისი უსაფრთხოება და ასე შემდეგ და ამას არაფერს არ აკეთებს სახელმწიფო და საზოგადოება უბრალოდ ზის და უყურებს ეს პრობლემა არის რაღაცნაირად და ამიტომ აქ ხო რა თქმა უნდა სახელმწიფო მეს ისედაც უნდა გააკეთოს, მაგრამ ალბათ საზოგადოების გამოღვიძებაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ბევრად უფრო მეტი მოვითხოვოთ, ვიდრე ეხლა ვღებულობთ ჩვენ სახელმწიფოსგან. მადლობა ლაშა. შეჯამებისკენ უნდა წავიდეთ აუცილებლად და ძალიან საინტერესო ალბათ როგორია ევროპის ქვეყნების პრაქტიკაც ამ შემთხვევაში, როგორ ხდება რეგულაციები, რა გზას გადის პროდუქტი, მაგალითად, სანამ მივა დახლამდე, თუ არის თან თუ გვაქვს რა ამაზე რაიმე ინფორმაცია, რომ რა სტანდარტებს მიყვება ევროპა. ფაქტიურად ვენდობის. რომ ჩაწეროთ კვლევები, ამოგიგდებთ ცალკეულ ქვეყნებში და ცალკეულ ქვეყნებში კიდე ცალკეული მეცნიერებიც როგორ აკვირდებიან ამ თუნდაც აგროვებენ ძის პროდუქტებს და უამრავი სამეცნიერო სტატია არის გამოქვეყნებული აფლატოქსინებზე მარტო, იმიტომ რომ ეხა მეც ჩემი სპეციალიზაცია ნამდვილად არის ეს უბრალოდ როდესაც დაგვისვეს შეკითხვები ვალდებულად მივიჩნიეთ რომ ამ საკითხში გავყოლიყავით და უამრავი ღია წყარო არის EFSA-საც აქვს თავისი შემოწმებები 2007 წლიდან 2024 წლამდე უფრო ინტენსიურად ამოწმებს და შესაბამისად იქ უფრო მეტი ხელმისაწვდომობაა რომ თუნდაც მეცნიერებმა არა სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ასევე აწარმოონ ამის კონტროლი და შესაბამისად დაითვალონ საპროექციო დოზა აფლატოქსინის, რომელიც შეიძლება მიიღოს თითო ადამიანმა, რომ მე იმის მიხედვით გამოთვალონ რამდენად უსაფრთხოდ არის. ანუ ეს უბრალოდ ჩვენ ქვეყანაში სადაც სამეცნიერო საზოგადოება ცოტა სუსტად არის, იმიტომ რომ დაფინანსებაც შესაბამისად სუსტი არის, იმიტომ რომ ფინანსურად ეკონომიკურად სუსტი ქვეყანა ვართ. შესაბამისად ეს დამოუკიდებელი ღერძები რახან არ მუშაობს, სახელმწიფო რომელიც 20-დან 25 მილიარდამდე თუ რამდენიც არის ბიუჯეტი იღებს ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან მე პირადად მიმაჩნია რომ ის 7 მილიონი დოლარი რომ გადაუხადეს ისრაელულ კომპანიას რომ კარგად უთვალთვალონ ვიღაცა აქტივისტებს მირჩანოდა რომ თუნდაც აქ დაეხარჯათ აფლატოქსინების დოზირების განსაზღვრაში გაიზარდეს ბიუჯეტი სახელმწიფო ბატონო და ხო, ანუ ესენი თუნდაც იგივე გადასახადებზე არ ვარმობ და თუნდაც იგივე იმ რეგიონში რო აძლევ ბონუსებს ასე ვთქვათ სახელმწიფო მოხელეებს, სადაც ყველაზე უარესად იმართა თუნდაც გურიაში რაც მოხდა 3 მილიონი გადაიხადეს ბონუსებში. ხო, აქედან გამომდინარე, ანუ სანდოობა ერთ საკითხია, მაგრამ შენ ამაში უნდა ხარჯავდე თვითონ საჯარო მოხელეებს უნდა ქონდეთ პრეტენზია რომ აი მე ამდენჯერ კი არ ვაკეთებ სიტყვაზე იყოს არ ვიცი რა ვიცი გადავამოწოთ მაგრამ ნამდვილად თქვა იმ ქალბატონმა 12 თვეში ერთხელ ამოწებო ეხლა თავი გიჟი მქონია 8ჯერ თუ აკეთებს 8ჯერ გააკეთოს მაგრამ მე თუ კითხავთ უფრო ინტენსიურადაც რო გააკეთონ ამის ფინანსური საშუალება ნამდვილად არის უბრალოდ მაგ უნდა იყოს მოთხოვნა
თვითონ საჯარო მოხელებიდან პირველ რიგში, იმიტომ რომ შენ რო რაღაც საქმეს აკეთებ, იქ უნდა კონდეს პრეტენზია, რომ რაღაც პასუხისმგებელი ხარ ხალხის მიმართ და არა კონკრეტული პარტიის მიმართ და მეორე რიგში ჩვენ უნდა გქონდეს ამის მოთხოვნა, რომ გააკეთოს ამ სტრუქტურამ, იმიტომ რომ მე ამაში ფული გადავიხადე. თუ კი ბატონო გადასახადებს გააუქმებთ და ჩვენ დაგვიტოვებთ პულს, მერე თითოეული მოქალაქე იყოს მაშინ ესე და მივიდეს კერძო ლაბორატორიაში და ანუ ცხოეთში გააგზავნოს ეს ნიმუში და იქ თვითონ აკონტროლოს ეს, მაგრამ ეს ხო არ არის სერიოზული, ხო? შიდა კონტროლი რა თქმა უნდა ყველა დიდ კომპანიას ექნება, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ისეთი სიტუაცია, რომ უმეტესობა ბიზნესი, როდესაც დაახლოებული არის სახელმწიფოსთან, არ გვაქვს იმის ნდობა, რომ აქ მარტო შიდა კონტროლის იმედად უნდა ვიყოთ, ხო? თორე ისეთი კომპანიები, როგორც მაგალითად ეხლა რა ვიცი, ევროპაში არის პარმალატი და ისინი, ალბათ იმაზე უფრო კარგი ხარისხის კონტროლი არის მოთხოვნა შიდა კონტროლის და ბატონო, იმათ ალბათ უფრო იმაზე კარგი ხარისხის კონტროლი აქვს, ვიდრე EFSA აკეთებს ხოლმე, მაგალითად ევროპაში, მაგრამ ნუ იმ დონემდე რომ მიხვიდე, ფინანსურად ძლიერი უნდა იყოს, სახელმწიფო უნდა იყოს სტრუქტურულად ჩამოყალიბებული და შესაბამისად უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ეს სამეცნიერო კუთხით რაც უნდა ვთქვათ და რამდენ თვეში ერთხელ უნდა მოწდებოდეს, ეგ ალბათ თვითონ სპეციალისტმა, ვინც ყვების სპეციალისტები არიან, იმათმა უფრო უკეთ იციან, რამდენჯერ უნდა შეამოწმონ წელიწადში, რა იქნება სწორი ვარიანტი, 8ჯერ იქნება ეს, 12ჯერ იქნება თუ უფრო მეჯერ თვეში ორჯერ შემოწმება, ეს თვითონ გაარკვიან. უბრალოდ ფინანსურად რაც დავითვალე უცბად, აქ ბევრჯერ გაჟღერდა უბრალოდ და მაგიტო თქვი, ფინანსურად მაგის საშუალება ნამდვილად აქვს, რომ ნაკლებად კორუფციაში წავიდეს ფული და წავიდეს იქ სადაც საჭირო არის, ამის ფული ნამდვილად ადამიანების ჯანმრთელობისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად არის. მოკლედ, თანხმდებით, რომ პრიორიტეტებია შესაძლებელი არის და არა მარტო აფლატოქსინი, ძალიან ბევრი ტოქსინია, ასე ვთქვათ, აღმოსაჩენი და მნიშვნელოვანია ბავშვთა ყვებისთვის, იმიტომ რომ კანცეროგენების საწინააღმდეგოდ მოწოდებულია ხილი და პოსტინული როგორც ანტიოქსიდანტი და კიდე მეორე დარღვევა გვაქვს შხამქიმიკატებთან მიმართებაში და ამიტომ აი პესტიციდების მაგალითად ის რაც ევროკავშირის ქვეყნებში არის აკრძალული, სწორედ იმის გამო რომ ზოგიერთი მათგანი არის კანცეროგენული, ჩვენთან დღესდღეობით ამის რეგულაციაც არ ხდება. შეწამლის ვადებზეც არ ხდება. არც შეწამლის დოზებზე არ ხდება. არსებობს უამრავი ემულგანტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ასევე აკრძალული არის, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება, ჩვენთან სამწუხაროდ ესეც არ ხდება. ანუ ძალიან ბევრი პრობლემა არის იმასთან საკვე პროდუქტებთან დაკავშირებით. ხშირად მეკითხებიან პაციენტები რა მივირთვათ და ვერ პასუხობ. ის რაც ყველა ხო, სხვა გზა არ გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ აი დღესაც და გუშინას დავუთმეთ ჩვენი ეთერები ამ თემას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კიდევ საჭირო იქნება აუცილებლად კიდევ დავუთმობთ და იმეც ვიტოვებთ რომ იქნებით ჩვენი სტუმრები და დაგვეხმარებით, იმიტომ რომ აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაც, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და ძალიან მალე დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, არ უნდა გადავდეთ. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ძვირფასებო და ერთი ძალიან კარგი ადამიანი შემოგვიერთდა, რომლის მოსვლაც და სტუმრობაც მე ყოველთვის განსაკუთრებულად მახარებს და როცა ჩვენ ხო მე ჩემ თავს ვსაუბრობ ამ შემთხვევაში სხვის მაგივრად ვერ ვისაუბრებდი, თუმცა ხო დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ იმიტომ რომ ხო ამ ადამიანის საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი საუბარი და ჭკვიანური საუბარი. გიორგი თავარდქელაძე რეჟისორი, რომელიც ჩვენი მეგობარია უკვე და ხშირად არის ჩვენი სტუმარი. პირველ რიგში მადლობა რა თქმა უნდა რომ ხო რა კარგია. ხო, ესე იგი საუბრობთ 8 აპრილის აქციაზე, რომელიც იგეგმება რუსთაველის ცენტრალურ გამზიზე, სადაც აგერ უკვე ნოემბრის თვიდან ვიკრიბებით. არაერთი მნიშვნელოვანი მარში აქცია ყველა გამოვიარეთ ყველაფერი დარბევაც ემატყება და ასე შემდეგ და რუსთაველი არის ცენტრალური ის ადგილი სადაც ხო რაღაცნაირად ფეთქავს ეს ჩვენი მთავარი არტერია, ჩვენი მთავარი სათქმელი ჟღერდება ყოველთვის იქ და რა თქმა უნდა 9 აპრილი უკვე რა თქმა უნდა ვიცით რომ აუცილებლად იქ იქნება, თუმცა 8 აპრილის ღამიდან იწყება მნიშვნელოვანი აქცია, რომელიც იგეგმება და ამაზე რაღაცნაირად უფრო კარგად და ჩასჭილად ვისაუბრებთ უკვე გიორგისთან ერთად და გიორგი, მოდი მოგვიყევი რა ხდება, რას ვშვებით 8 აპრილის ღამეს. ანა კი არ მიშვებს მე 8 აპრილს, მაგრამ მე მაინც მოვდივარ. არსად არ მიდიხარ შერჩები სახლში. მოდი ვისაუბროთ. იციან, მე ვერ ვიტყვი რომ ეხლა
ორგანიზების რამე ნაწილში ვარ ჩართული, მე რა თქმა უნდა ვიქნები ნაწილი, რაც დაიგეგმება და როგორც დაიგეგმება დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან სწორი და მართებული, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი მართავს და ორგანიზებს ამ ყველაფერს, ესენი არიან პატიმრების, რეჟიმის ტყვეების მშობლები. და ალბათ ყველაზე მეტად ვისაც შეიძლება სტკიოდეს დღეს ეს მდგომარეობა არიან ისინი. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ ჩვენ იქ არ ვიყოთ. მთელი ქვეყანა უნდა იყოს იქ. და მთელი ქვეყანა უნდა გაყვეს მათ. და თუ მათ რამე დაჭირდებათ, თუ მათ რამის დაორგანიზებაში ან რაიმეს მოფიქრებაში დაჭირდებათ რამე რესურსი, ჩვენ ეს რესურსი უნდა გავიღოთ იმდენი, რამდენიც იქნება საჭირო და შეიძლება კიდევ უფრო მეტიც. ერთ-ერთმა დედამ, ერთ-ერთი რეჟიმის ტყვეს დედამ თქვა, რომ ეს მომხვდა ყურში ძალიან და ჩამრჩა რა, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა თქვა, რომ ყველა ნებისმიერს მოგაკითხავთ აი ეს უბედურებაო რა, თუ ესე გაგრძელდაო და იცი რა განცდა მქონდა, რომ ერთია რომ შეიძლება იმისმა შიშმა გაგიყვანოს იქ და ჩაგაყენოს იმ პროცესში ერთ-ერთ ჯარისკაცად, რომ შენც იგივე არ დაგემართოს შენს ახლობელს, მაგრამ ჩემი თავი რო წარმოვიდგინებ, ჩემთვის ბევრად უფრო აუტანელია, როცა ჩემთან არ მოდის ეგეთი უბედურება. და ხო, ჩემი მეგობრები და არა მარტო მეგობრები სხედან იქ, სადაც შეიძლებოდა მე მჯდარიყავი, მე ვყოფილიყავი და ეს არის ის, რაც არ გამაჩერებს მე, აი რა უნდა მოხდეს. ეხლა რაღაც მომენტში ყოფილა, რომ იგული ამიცრუებია, იმედი გამცრუებია და ადამიანები ვართ ემოციურად ვიღლებთ, ხო, აი რაღაცა ციკლია. დაიმოხტები ემოციურად, მე გამოვა ეს ბუხტი, რეალიზდება, მე თავიდან იწყებ და ის თავიდან სანამ დაიწყებს, სანამ აკრიფავ, რაღაცა პატარა დეპრესიული პერიოდი შეიძლება იყოს და ამ მომენტში შეიძლება ისიც კი თქვა, რომ საერთოდ წავალ აქედან რა. მაგრამ აი ის რომ ის ხალხი არის უკანონოდ, უსაფუძვლოდ, უდანაშაულ ადამიანების ხედან იქ, ეს არ გაგიშვებს არსად რა და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ ადამიანების, მშობლების აი ეს წამოწყება, ალბათ ეს იგრძნეს. ამას პლუს არის ემატება ისიც რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენმა ოპოზიციამ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მე იქ რამდენიმე ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი მეგულება როგორც პოლიტიკოსი და ასევე სანდო როგორც ადამიანი, მაინც ერთობლიობაში ვიტყოდი, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ გააკეთა ვერაფერი, ანუ ჩვენი მოლოდინები ვერ გაამართლა და ერთი მხრივ მე თავიდანვე ვამბობდი ჩემი ძალიან პატარა გამოცდილებით და ცოდნით, ესე იგი ვადვოკატირებდი მოკლედ იმ მოსაზრებას, რომ ესენი უნდა გაერთიანდნენ და არ უნდა იყოს 4 კოალიცია, უნდა იყოს ერთი და ბევრჯერ მიკამათია მათ შორის პირდაპირ ეთერშიც და მე მივხვდა რომ ეხა ეს იმდენად პოლიტიკური საკითხია, რომ მე ამაში არ უნდა შევდიოდი, მაგრამ ეხლა ვხვდები უკვე რომ მე ამაში უნდა შევსულიყავი და სწორსაც ვაკეთებდი, იმიტომ რომ თუ დღეს აი ესეთ ვითარებაში ვერ ერთიანდება ეს პოლიტიკური პარტიები მაშინ თუ გაიმარჯვებდნენ და ცალ-ცალკე ხმები ექნებოდა 10, 15, 20 როგორც განაწილდებოდა, მერე მით უმეტეს არ გაერთიანდებოდნენ ისინი პარლამენტში და ხო, ეს ხო ის იყო, რომ ჩვენ 4 ვიქნებით, რომ შევალთ გავერთიანდებით და ამით ვძლევთ ქართულ ოცნებას, ესე იგი ვერ ძლევდნენ. ესე იგი ჩვენ იმ თავითვე ვიყავით დიდ პრობლემაში. ამიტომ ისევ და ისევ მთელი ინიციატივა, მთელი პასუხისმგებლობა გადმოდის ჩვენზე, ხალხზე, რომლებიც ვართ, რა თქმა უნდა, გაურკვევლობაში, ვართ ზოგიერთი პესიმიზმშიც, დავიღალეთ კიდეც, ზოგი არც არის დაღლილი შეიძლება, მაგრამ აი მშობლების როლი, ხო, აი ეხლა გახდა, მე ვიტყოდი, რომ ისინი ეხლა არიან მთავარ როლში. კი, ნამდვილად. იცი რა, აი რაღაც ამდენი დრო გავიდა, ხო? რა შეიცვალა შენთვის მაინტერესებს? არც არაფერი არ შეცვლილა. ეხლა რომ სანამ შემოვიდოდი Facebook-ზე შემხვდა ერთი ჩემი მეგობრის კომენტარი, რომ ერთ-ერთ მორიგ უკანონობაზე უწერი ასეთი რამ, რომ თანდათან, ეს სიტყვა გავიხსენო, მე მგონი, ხო თანდათან უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებაო. თუ მოკლედ, ანუ ერთი მხრივ არის რაღაცა შოკის მომენტები, რომ აი ყოველდღიურად რაღაც შოკში ვარდებით რა. და ჩემი განცდა არის, რომ მე უკვე გამოვიარე, მე პირადად ეს მთავარი შოკი მივხვდი და ეს იყო სხვათა შორის ივნისში და შეიძლება მაისში, 2024 წლის. აი მაშინ მივხვდი ვინ არიან ესენი. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ
თუ ყველა არა, დიდი უმრავლესობა მაინც დაუძლევთ საზოგადოება, ჩვენი საზოგადოების თქვა, ვინც მართლა მოქალაქეებად მივიჩნევთ თავს ის მინიმუმ 60%, ვინც მისცა რეალურ ცვლილებას და კეთილდღეობების არჩევანს ხმა. ეს ხალხი გავაანალიზებთ და საბოლოოდ ვკონსოლიდირდებით, რომ ჩვენ ვართ ამ მოცემულობაში რა. მორჩა ეს არის მაქსიმალური უბედურება, რაც შეიძლებოდა დამართნო და ეხლა ვიწყებთ ამ ყველაფრის გამოსწორებას. თუ ჩვენ ყოველდღიურად ისევ დავიშოკეთ და უიმე ეს რა ხდება და უიმე ნახე ის სამსახურიდან გამოშვა, უიმე ნახე ის დაიჭირეს, ტრაგედია, საშინელება, მაგრამ ეს ყველაფერი ჩანდა ჯერ კიდე 2023 წლის მარტში. ძალიან დიდი ხნის წინ. დანახვა ჭირდებოდა. ხო, სხვა რეაქცია. დანახვა, მაგრამ ხო, იცი რა არის? მე მაინც მგონი რომ ჩვენი თავარი პრობლემა არის ჩვენი საზოგადოების ვიტყუებთ ხოლმე თავს. ვიბრმავებთ ხო? საერთოდ ან არ გვესმის, ან ვერ ვხედავთ. ხო, იმიტომ ძალიან რთულია აღიქვა ის რომ შენ რაღაც როგორ უჩვეულო მდგომარეობაში უნდა ჩადგე და აქედან იბრძოლო. ეს უჩვეულო მდგომარეობა შეიძლება იყოს აბსოლუტური შიმშილი. პირდაპირ მნიშვნელობით არ გულისხმობ. აბსოლუტური შიმშილში გულისხმობ, მაგალითად, როდესაც გაჯარიმებენ და შენ არ იხდი ჯარიმას, როდესაც გაყადაღებენ და შენ ამაზე მიდიხარ. იმიტომ რომ აი მაგალითად ჯარიმებზე მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და მე ასე ვიქცევი და ამიტომ ჩემ თავს ვაძლევ უფლებას რომ ეს თქვა, თუმცა ვერავის ვერ მოუწოდებ ჯერჯერობით ამას, რომ ესე გააკეთონ. მე მგონია რომ ჯარიმის გადახდა ჩვენ გვასუსტებს. მესმის რომ შენ მე დაგაყადაღებენ და რიგი პრობლემები მოსდევს ამ ყველაფერს, მაგრამ ის რიგი პრობლემები რომ მოსდევს ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, ჩვენ ყოველ შემთხვევაში 28 ნოემბერს რო გამოვედით, ჩვენ თავებს უთხარით რომ ჩვენ გადავდებთ ახლა ყველაფერს, რომ ეს გამოვასწოროთ რა. მაგრამ როდესაც ეს უსაშველოდ გაიწელა და ვერავინ ვერ გვითხრა და ვერც ჩვენ აღვიქვით, რამდენი შეიძლება და ხელა შეიძლება და ყოფილიყო ეს დრო, აი ამან გააფუჭა მერე ყველაფერი რა. დღესაც ჩვენ თუ გვეცოდინება რომ ჩვენ ახევარი და მორჩა პირობითად რა. აი ესე გააკეთეს სომხებმა. სომხებს ჰქონდათ კონკრეტული და მათ გამოიარეს უეხლა ხანს მსგავსი არამთლად მსგავსი, მაგრამ მათ შეცვალეს ხელისუფლება მშვიდობიანად. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა მშვიდობიანად შევცვალოთ, რა თქმა უნდა გვინდა და ხო და ჩვენ არავინ არც ერთი ნორმალური ადამიანი არ განვიხილავთ იმას, რომ რაიმე სახის ძალადობა შეიძლება დაუშვათ, ხო? მაშინ ჩვენ უნდა გადავდოთ ჩვენი ინტერესები გვერდით, მაგრამ თან უნდა გქონდეს კონკრეტული ხედვა, რომ ეს ყველაფერი მოგვიწევს ჩვენ რაღაცა პირობითად 2 თვის განმავლობაში რა. ჩვენ ვგავართ იქ უკვე 4 თვეა, ხო? და საოცარი გამძლეობაა ჩვენა ადამიანმა, ქართველმა მოქალაქემ. მაგრამ ადამიანს რომელსაც 4 შვილი ყავს, ან შეიძლება 1 ყავს, მაგრამ სამსახური, შეიძლება არც 1 შვილი არ ყავს, მაგრამ ვალდებულებები აქვს, ხო? ის ვერ იდგება 4 თვე დღე და ღამე. იმიტომ რომ მას აქვს ვალდებულებები, მაგრამ მას თუ ეცოდინება, რომ მას მოუწევს დგომა პირობითად 2 თვე, ის იმ 2 თვის შემზადებას 2 თვით რომ უნდა იშიმშილოს, იმ შემზადებას წინასწარ განახორციელებს, მოემზადება. კონკრეტული რაღაც ვადა აქვს და იცის რომ აქ დასრულდება და ესე ძალიან რთულია. და როცა ჩვენ ეხლა ცოტა კრიტიკულ დისკურსში შევედი, მაგრამ მე მგონი რომ სასარგებლოა თვითკრიტიკა და საჭიროა, ხო? როცა ჩვენ ვითხოვთ რაღაცას და ვხედავთ რომ ის არ გვისრულდება, ამას ეს უნდა ჩავსვათ მე რაღაც დინამიკაში, რაღაც სიუჟეტი უნდა გამოიმუშაოთ. რა ფორმა უნდა მივცეთ? აი როგორ უნდა მივიდეთ, თუნდაც პირობითად ავიღოთ ის თვენახევარი 2 თვე, როგორც გვინდა ისე დავარქვათ. რა გზით უნდა მივიდეთ? რა უნდა გაკეთდეს? თუნდაც ჩვენი მხრიდან, მოქალაქეების მხრიდან. აი როგორ ფიქრობ, როგორ ხედავ შენ ამ პროცესს? მე მგონია, მე ხე გეტყვით განცდით, იმიტომ რომ გეგმა წარმოდგენა არ მაქვს ასეთ სიტუაციაში არასდროს არ ყოფილი ვარ და ალბათ არც ერთი ჩვენთანი არ ყოფილა რა. და ამიტომ შეუძლებელია ხო რომ თქვა რომ აი ეხლა ეს უნდა მოხდეს, ეხლა ეს უნდა მოხდეს და მერე ეს მოხდება. თუმცა ერთი მხრივ ჩვენს აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ხა უყურებთ მიმდინარე პროცესებს და იქ ბევრად უფრო ჩამოყალიბებული სტრატეგია აქვს მოქმედებების რა. მაგრამ მაინც ახლა რომ წავიდე განცდით და ეს განცდით ემოციით აღქმული სავარაუდო მოქმედებები, მგონია რომ მაინც შედეგს გამოიწვევდა რაციონალურს. აი მაგალითად, ხედავთ რომ 50 კაცი ყავს პატიმრობაში, ტყვეობაში და ყოველი დღე არის კონსტიტუციის და კანონის გარყნა ამ ქვეყანაში. და ადამიანები მაინც მუშაობენ, სამსახურებში დადიან. ხო.
თითქოს გვაგუებენ ამ პროცესს? ნუ იცი რა ადამიანი მიდრეკილი არის მაგისკენ ზოგადად რომ ბედურებას შეეგუოს. ხო, მაგრამ ამას ხო არ ეგუება რეალურად მაინც. არ ეგუება, იმიტომ რომ ნუ რაღაც ცნობიერების რაღაც ნაწილით მაინც ვიაზრებთ რომ ეს არ არის ნორმალური, მაგრამ გამწყობით ჩვენ მაინც ნორმალიზებას ვეწევთ ცხოვრების. იმიტომ რომ სამსახურებში დავდივართ რა. მე კი არ მაქვს სამსახური მაგრამ. დადიან ხო? და ძირითადად გულისხმობ ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეებს. მესმის ძალიან რთული ერთი ადამიანი გამოვიდეს ახლა და ბევრმა გააკეთა. გამოვიდნენ, შეიძლება ზოგმა დატოვა კიდეც სამსახური და არაფერი არ შეიცვალა. მაგრამ შეიცვლებოდა თუ გამოვიდოდა ძალიან დიდი ნაწილი. და ისევ განცდაზე რომ დაუბრუნდე, მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება შენ მშვიდად იჯდე და მუშაობდე და თან იაზრებდე რომ შენ მუშაობ სტრუქტურაში, რომელიც ასაზრდოებს სისტემას, რომელიც შენ პოტენციურად ხვალ შენ იქნები, დაგიჭერს, ისე როგორც დაიჭირა გუშინდელი ჩემი მეგობარი ანდრო ჭიჭინაძე, აბსოლუტურად უსაფრთხო და თქვენი მეგობარიც. კი ბატონო. ანუ განცდა აქ მხოლოდ არ რაციონალურ აზროვნებაზე არ ვლაპარაკობ, ემოციაზე თუ შენ არ გაღელვებს ის რომ რეალურად შიშდანი ჰილიცმს ადამიანებში არ მეთანხმები? სწორედ ეს არის ალბათ ერთ-ერთი რაღაც მთავარი მიზანი მათი, რომ სწორედ ის რომ აი საჯარო მოხელეები ახსენე წეღან და ძალიან ბევრი გათავისუფლეს იმისთვის რომ თავისუფალი აზრი გამოხატა, იმიტომ რომ აქციაზე იდგა და ასე შემდეგ. ხო ძალიან ბევრი ვიცით ამის ფაქტი. აი ოღონდ ეგეც მაინც დგანან. აი ძალა ერთობაშიაც ვერ განხორციელდა მაინც. იმიტომ რომ არის თქვა აი მერიაში ვიცი რომ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოაწერა ხელი რაღაცა საპროტესტო პეტიცია იყო მგონი და შემდეგ საკმაოდ დიდმა მე მგონი ნახევარზე მეტმა მოაწერა ხელი. მოაწერა ხელი იმიტომ რომ არ იყო რაღაც ისეთი ძლიერი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც აი ამ რამდენიმე ასეულ ადამიანს ერთად გამოიყვანდა და ერთად დადგებოდნენ და იტყოდნენ რომ არა ჩვენ პირობითად აი აღარ ვიმუშავებთ. ხვალიდან ვწყვეტ მუშაობას. კი არ მოვდივარ სამსახურიდან, არა, ვწყვეტ მუშაობას, იმიტომ რომ მე რომ ვმუშაობ ამ სამსახურში, ეს არის სახელმწიფო უწყება და გამოდის რომ ჩემი ძალისხმევა, რომელიც უნდა ხმარდებოდეს საჯარო საერთო კეთილდღეობას კოლექტიურს, ხო? ხმარდება პირიქით, იმის ანტიპოდს. და ესე იგი მე რეჟიმის შხამიან ეფექტს პირიქით ვაძლიერებ ამით. და ამისი რაღაცა დაჯდომა და რაღაც გაანალიზება არ არის საჭირო, ეს ემოციურად პირდაპირ ემოცია გიბიძგებს ამისკენ, რომ აი ეს სურათი დაინახო რა. და რატო არ მიეცა საშუალება ამ ემოციას, რომ გამხდარიყო კოლექტიური. აი ეს არის პრობლემა და ამასაც რაღაცა პატარა ნიუანსები ჭირდებოდა, რომელსაც მოისაკრისებს პროცესი და როდესაც ეს ნიუანსები დაბრუნდება, ჩემი აზრით, თავისით მოხდება, რომ გამოვა ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში, დადგებიან თავიანთ სამსახურებთან და იტყვიან. მე კი არ ვაწერ ხელს და მოვდივარ ჩემი ნებით, არა, მე ვაჩერებ მუშაობას, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავაჩეროთ ახლა სახელმწიფო. არ შეიძლება, რომ სახელმწიფო, რომელიც იმის ანტიპოდად იქცა, რაც უნდა იყოს, კეთილდღეობის ნაცვლად პირიქით ჩემს უბედურებას ქმნის, არ შეიძლება რომ ასეთი სახელმწიფო ფუნქციონირებდეს. მე უნდა ვუშველო, მე უნდა უმკურნალო გამოვასწრო. ის არის შესაკეთებელი. ჩვენ უნდა შევაკეთოთ ჯერ იმით, რომ აი როგორც დენის წყაროდან გამოვთიშავთ ელექტრონულ მოწყობილობას, რომელმაც აურია, რომ ჩვენ დაგვარტყას დენმა, ხო? აი ესე უნდა გამოვთოთ, შევაკეთოთ და ჩავთოთ. და აი ერთს დავამატებ კიდე, რომ რაღაცნაირად მინდა მივხვდეთ ის, რომ პირობითად სახელზადზე და გვარზე არ არის და ჩემს მეგობარზე და ჩვენს მეგობარზე საუბარი ის, რომ ანდრო ჭიჭინაძის კარზე დააკაკუნეს, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენს კარზე დააკაკუნეს და ნუ ველოდებით, როდის დააკაკუნებენ ჩვენს კარზეც, იმიტომ რომ აუცილებლად დაგვეკაკუნებენ ყველას სათითაოდ. აი ამას მინდა რომ კარგად ჩავწვდეთ და კარგად მივხვდეთ ყველა, რომ ანდრო ჭიჭინაძე ვარ მე, ხარ შენ და ვართ ჩვენ ყველა. კი, გეთახმები. მე მგონი ჩვენი რაღაც დრო ამოიწურა ჩვენი ბლოკის დრო და მოკლედ როგორც უკვე აღვნიშნეთ 8-ში გეგმება აქცია 8 აპრილს კიდევ უნდა გავერთიანდეთ ძალიან ნამდვილად ერთობაშია ასე იქნება და დარწმუნებული ვარ რომ ეს ერთობა მიგვაღწევინებს იმ შედეგს რისთვისაც ამდენი ხანია ერთად ვიხვწვით ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის დიდი მადლობა თქვენ ყოველთვის სასიამოვნოა და ყოველთვის ბედნიერები ვართ ხო შენი ასე ვთქვათ მასპინ რომ გიმასპინძლებთ შენ მოკლედ შენი
სტუმრობა ყოველთვის ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. ანა, ახლა არის საინფორმაციო გამოშვების დრო ჩვენს ეთერში, იცი ალბათ, ხო? აბა, უნდა გითხრა და მოკლედ საინფორმაციო. შემდეგ დაგიბრუნდებით მე და ანა ისევ არ უნდა გადაცოთ. დროებით. დავბრუნდით და ისერი გამიჩეჭდა მარიამ. იცი რა, ვინ მიშველი, მაინტერესებს. მე გიშველი შევეცდები ყოველ შემთხვევაში რომ გიშველო, მაგრამ ჩემზე უკეთ ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი რუბრიკა უნდა წარმოვადგინოთ, რომელსაც აი არაჩვეულებრივი გოგო ყავს სტუმრად. მე კი ვიცი, ვინც ყავს სტუმრად მაიას და ნამდვილად არაჩვეულებრივი გოგოა, თან არაჩვეულებრივ მდგომარეობაში. გეთანხმები. ხო, არა, არ ვიცი მიხდა თუ არა მაყურებელი. ვუთხრათ მაყურებელს. არა, მოდი სიურპრიზად დავუტოვოთ. მოდი სიურპრიზად დავუტოვოთ. და მე მგონი ჩვენ და დავიმშვიდობოთ აუცილებლად ჩვენს ტელემაყურებელს, თან შენ ძალიან გტკივა ახლა შენი ასე ვთქვათ, კისერი, როგორც მე ვიცი და კაც მიხმა ვეცდები რომ ჩემი ანა გამოვაჯამრთვალოთ, თქვენ გისურვოთ სასიამოვნო კვირა დღე და დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, მომავალ შაბათ კვირას. დროებით. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ძალიან საინტერესო და ცოტა უჩვეულო რუბრიკას გთავაზობთ და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ახალშობილის მოვლის კვების საკითხებზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება არის, როდესაც ოჯახი პატარას ელოდება და პატარას შემობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მაშინვე ჩდება ხოლმე ძალიან ბევრი კითხვა, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა მოუარო. ხშირად ეს არა მარტო ახალბედა დედებსაც, ხშირად ყველა შემთხვევაში ეს კითხვები იბადება ხოლმე და გარკვეული შფოთი ხშირად ვლინდება ქალბატონებში. დღეს ტრადიციულად სტუმრად ექიმი არ გვეყოლება, დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ულამაზესი ორსული, ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელი მარიამ როინიშვილი და სწორედ ის გააჟღერებს ალბათ ყველა იმ კითხვას, რომელიც თვითონაც აქვს ახლა და რომელიც ხშირ შემთხვევაში იდენტური არის ყველა როგორც თქვათ ახალბედა, ისე თქვათ იმ მშობლისთვის, რომელსაც შეიძლება ძალიან დიდი წყვეტა ჰქონდეს ორსულობებს შორის. მარიამ, მოგესალმებით. ძალიან მაინტერესებს თქვათ რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ რომ ვიცი რომ შენ გამოცდილი დედა ხარ და ელენიკო უკვე 15 წლისაა. თუმცა ორი სიტყვით გავახსენებ ჩვენს მაყურებელს ჩვენი რუბრიკის სპონსორს. მოგეხსენებათ, რომ რუბრიკა ექიმის რჩევების სპონსორია შვეიცარიული პრემიალური ხაზის ბრენდი დეკლარი, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი მგრძნობიარე კანისთვის. ეს არის ბრენდი, რომელიც 45 წლიანი გამოცდილებით პოზიციონირებს მსოფლიო ბაზარზე და რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული შედეგზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონო მაია, ძალიან მიხარია რომ თქვენი რუბრიკის სტუმარი დღეს მე ვარ და მართლა როგორც აღნიშნეთ, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს თქვენთან. მიუხედავად იმისა, რომ მეორეჯერ ხვდები და ძალიან დიდი წყვეტა მაქვს, აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნებები მაქვს თითქოს და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ აი 15 წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მიდგომები შეიცვალა და საინტერესო კვლევებიც ჩატარდა ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე მართლა ვსვამთ ბევრ კითხვას და იმედი მაქვს რომ მივიღებ. პირველი ალბათ რაც ყველაზე მთავარი არის, მე ვაპირებ რომ ჩემი შვილი მყავდეს ბუნებრივ კვებას. ძალიან მიხარია მარიამ და ეს მართლაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაფერი რაც შეიძლება, ყველაფერი საუკეთესო რაც ჩვენ შეიძლება მივცეთ ჩვენ შვილს, ძუძუთი კვებით იწყება, იმიტომ რომ ეს ჩვენ ხშირად ვიძახით ხოლმე რომ ძუძუთი კვება არ არის უბრალოდ საკვები, კვებასთან ერთად ის არის პრაქტიკულად ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ხელს უწყობს ტვინის განვითარებას და ძალიან ბევრი კვლევა არის ამ მიმართებით ჩატარებული. ის არის პრაქტიკულად დამცველობითი ნივთიერება, ანუ ჩვენ ხშირად ხოლმე ვეძახით, რომ ეს ის პირველი აცრაა, რომელსაც თქვენ შვილს უტარებთ იმისთვის, რომ უამრავი დაავადებისაგან დაიცვას და ეს არ არის მარტო ვთქვათ ის დაავადებები, რომელიც მცირე ასაკში პატარა ბავშვობისას ვითარდება. რეალურად დღეს ასევე უამრავი კვლევა ჩატარდა, რომელიც გვიდასტურებს, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს შემდგომში ნაკლები აქვს შემდგომში განვითარებული, აი სასკოლო ასაკში, მოზარდობის პერიოდში განვითარებული პრობლემები, როგორიც არის თქვათ სიმსუქნე, როგორიც არის დიაბეტი, როგორიც არის თქვათ
ლეიკოზი და ასე შემდეგ. ანუ უამრავი პრობლემისაგან არის დაცვა. შეიძლება შეგიკითხოთ? კი, რა თქმა უნდა. ესე იგი პირველი რაც გამიჩნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისა დედებისთვის, იმიტომ რომ გაგვიგია ასეთი მითები, რომ რაც უფრო დიდხანს იკვებება ძუძუთი, მით უფრო კარგი ამისთვის. გამიგია ისიც, რომ მაგალითად 6 თვე საკმარისია, რომ ის ყველაფერი მიიღოს დედისგან, რაც აი რძეში ხო ამ შემთხვევაში არის. კიდევ ერთი დედის რაციონი. რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ბავშვისთვის ამ შემთხვევაში და თუ იწევს, აი მე შემდეგ რომ ვიცით რომ მუცელის ტკივა, იმიტომ რომ ალბათ დედამ ჭამა რაღაც ისეთი მიირთვა, რაც შემდეგ უკვე ბავშვზე აისახა. აი ეს მითები არის, თუ არის ამ ყველაფერში რაღაც სიმართლე. ძალიან კარგი კითხვა არის, მარიამ, დავიწყებ თქვა ხანგრძლივობით, ხო? საერთოდ რეკომენდაცია არის კვება 2 წლამდე, ოღონდ აქ ესე შევჩერდეთ, რომ 6 თვემდე უნდა იყოს მხოლოდ ძუძუთი კვებაზე. დადგენილია, რომ 6 თვემდე ყველა იმ მოთხოვნილებას, რაც პატარას გააჩნია, ეს იქნება მოთხოვნილება წყალზე, ეს იქნება მოთხოვნილება საკვებზე, ვიტამინებზე, მიკროელემენტებზე, ქალის რძე პრაქტიკულად მთლიანად, თქვათ, აკმაყოფილებს. ერთადერთი რისი დამატებაც ამ დროს გვჭირდება ხოლმე, ეს არის D ვიტამინი, რომელიც დამატებით უნდა მივაწოდოთ. სხვა ყველაფერი პრაქტიკულად ქალის რძე სთავაზობს. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან ადვილად მოსანელებელია, ბევრად უფრო კომფორტული მისაღები არის ბავშვისთვის და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა 6 თვის მერე უკვე მარტო დედის რძე საკმარისი არ არის და აქ ჩვენ გვჭირდება სხვა საკვების შემატება, ანუ რასაც დამატებით საკვებს ვეძახით, მარცვლეულის ფაფა, ბოსტნეულის პიურე, ხილი და ასე შემდეგ, ხორცი შემდეგ და თანდათანობით ვამატებთ ყველა ამ პროდუქტს და ითვლება, რომ თქვათ, სადღაც 1 წლის მერე ბავშვისთვის დედის რძე არ არის ძირითადი საკვები. ანუ ის ძირითადად უნდა იყოს უკვე ოჯახის საკვებზე 1 წლის მერე შესაძლებელია. ცოტა დესერტის ფორმა ხომ არ ეძლევა დედის რძეს ბავშვისთვის ამ შემთხვევაში უკვე. პრაქტიკულად ისევ დამცველობითი ფუნქცია. უფრო იმიტომ რომ თუ ჩვენ წარმოვიდგენთ ახლა 1 წლის ბავშვი, რომელიც გადასარევად ცოცავს, რომელიც ახლა პირველ ნაბიჯებს დგავს და საოცარი ცნობის მოყვარეობით გამოირჩევა, ყველაფერს პირში იდებს, ხო? ამ დროს არის რაღაც გარკვეული დაავადებების, მათ შორის თქვათ, დიარეული დაავადების გაზრდილი ძალიან რისკი და ამიტომ 1 წლიდან თქვათ ბავშვი როდესაც თუნდაც ერთხელ იღებს დედის რძეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დაავადებებისაგან დავიცვათ. ანუ რეალურად 1 წლის მერე იმდენად დიდი მნიშვნელობა როგორც საკვებს თქვათ აღარ აქვს, თუმცა დამცველობისთვის არის მნიშვნელოვანი. ეხლა მეორე კითხვა, რას თქვენ თქვენი კვება შეიცვალა მიდგომები, ეს არის სწორედ რომ მედიცინა დროში წინ მიდის და ძალიან ბევრი შეხედულებები თქვათ აბსოლუტურად შეცვლილია, ხო? ეს ერთ-ერთი ეს არის დედის კვება. როგორც წესი ინდივიდუალურია, თუმცა ჩვეულებრივ თუ რაიმე საკვები პროდუქტი არ არის, რომელიც თქვენზე მოქმედებს ცუდად. იწვევს თქვენთან რაღაცა პრობლემას, შებერილობას, თქვათ და ასე შემდეგ, მაშინ ყველანაირი პროდუქტის მიღება თქვენ შეგიძლიათ, თუმცა ბავშვს უნდა დავაკვირდეთ, რა თქმა უნდა. ჩვეულებრივ შემთხვევაში დედა ღებულობს ყველა პროდუქტს და ბავშვი ამას გადაიტანს არაჩვეულებრივად, არანაირ შეზღუდვას ჩვენ დედას არ უწესებთ, ну გარდა ალკოჰოლისა, რა თქმა უნდა. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ხოლმე, რომ ბავშვს აქვს რძის პროდუქტებისადმი, ძროხის რძის პროდუქტებისადმი ალერგია. აი ასეთ შემთხვევაში შეიძლება ლაქტოზის აუტანლობა იყოს, შეიძლება ცილაზე იყოს რეაქცია ალერგიული და ასეთ შემთხვევაში დედიკოს უზღუდავთ ჩვენ უკვე რძის პროდუქტებს, თორე უამრავ შემთხვევაში ჩვეულებრივად ქალბატონები ამას იღებენ და ეს პრობლემას არ ქმნის. ამიტომ არანაირი შეზღუდვა არ გინდათ, თუმცა შევხედოთ თუ რაღაცაზე ვნახეთ რომ რეაგირება ექნება, ამ შემთხვევაში შეიძლება ინდივიდუალურად აბსოლუტურად თითოეულ ბავშვს მიუდგეთ. ალერგიასთან დაკავშირებით, აი სწორედ 15 წლის წინ ჩვენ ესე ვიძახდით, რომ ალერგია რო ავაცილოთ ბავშვს თავიდან, დედასთან ამოვიღოთ ყველა ალერგიული საკვები. დღეს პირიქით არის და გვეუბნებია, რომ პირიქით, რაც უფრო ადრე სთავაზობთ თქვენი რძით ამ შემთხვევაში, თქვენ იღებთ ყველანაირ ალერგიულ საკვებს და სთავაზობთ თქვენ რძეს, უფრო დიდი შანსია, რომ მას ამ საკვებზე განუვითარდეს ტოლერანტობა და ადაპტირებული ხდება. კი ბატონო, ადაპტირებული იყოს და არანაირი ალერგია არ განვითარდეს. ამიტომ აბსოლუტურად მშვიდად ყველა საკვები უნდა მიიღოთ. ითვლება, რომ პირველ საათში, აი 1 საათში დაბადების მერე არის აბსოლუტურად მზად იმისთვის, რომ ძუძუ მოწოვოს და მეცაც გეტყვით ახალი ტენდენცია ესეც და ახალი რეკომენდაცია
დაბადების მერე ბავშვს ათავსებენ დედის სხეულზე, რასაც ქვია კანით-კანთან კონტაქტი და რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გარკვეულწილად მშობიარობა მაინც არის სტრესი, ხო? სტრესი არის ქალბატონისთვის, სტრესი არის პატარასთვისაც კი, იმიტომ რომ ის გადასარევად გრძნობდა საშვილოსნოში, არაჩვეულებრივად იყო ყველაფერი მზამზარეული ქონდა, დედის ხმა ესმოდა, დედის გულისცემა ესმოდა, რაც განაპირობებდა ამ დაცულობის შეგრძნებას და უცებ ეს ყველაფერი ირღვევა, ხო და ხდება აბსოლუტურად რაღაცა უჩვეულო გარემოში და აი, როდესაც დედის სხეულზე თავსდება, საკმარისია 5 წუთი, იმიტომ რომ დედის გულისცემა ესმის ისევ და ხდება ნაცნობი სუნი, ახალი გარემოა, მაგრამ მარტო არ არის და ამიტომ მომენტალურად მშვიდდება. და საკმარისი არის რომ ცოტა ხანი დავაყოვნოთ ასეთი ბავშვი დედის სხეულზე, რომ სხვათა შორის ის თავად იწყებს, რომ ისევე როგორც ნებისმიერი ძუძუმწოვარი, ხო? თავად იწყებს ძუძუს ძებნას და თავად ახორციელებს აი ამ პირველ მოჭიდებას და კვებას, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთსაც ვიტყვი, როდესაც ბავშვი დაიბადა, ის დაიბადა პრაქტიკულად სტერილური გარემოდან, ხო? იქ არ არის, თქვათ, მიკრობები და არაფერი და როგორც კი დაიბადება ამ ჩვენ გარემოში იწყება მიკრობების დასახლება. და როდესაც ის ჩვენ სხეულზეა, დედის სხეულზეა, დედის კანის მიკრობები სახლდებიან, რომელიც ამ ბავშვთან არც ერთ შემთხვევაში დაავადებას არ გამოიწვევენ და თან სხვა მიკრობებს გაუწევენ კონკურენციას. ამიტომ აი ეს პირველი წუთებიც კი არის ძალიან მნიშვნელოვანი მერე შემდგომში, ვთქვათ, მისი ჯანმრთელობისათვის. ხო, მე მახსოვს, როდესაც ელენე იწყებდა ტერილს, დედა ჩემი ვარდებოდა პანიკაში. ვერ ხვდებოდა რა აწუხებდა, რატომ ტიროდა, თუ არსებობს რაიმე ხრიკები, როგორ გამობიცნოთ რა აწუხებს ჩვილს, იმიტომ რომ ძალიან რთულია იმ ასაკის ბავშვის, ასე ვთქვათ, გაგება, როდესაც არ გესაუბრება. როგორ გამობიცნო, ეს არის მუცლის ტკივილი, ეს არის ყურის ტკივილი, შეიძლება შია. აი, როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი გამობიცნო ჩემი შვილისგან? დასაწყისში ეს რთულია ხოლმე, თუმცა შემდეგში მიხვდებით, რომ ტირილის ტემბრი არის განსხვავებული. ტირილის ხმიანობა არის განსხვავებული. აბსოლუტურად როგორც წესი პირველი თვის მერე ყველა დედამ იცის რატო ტირის ახლა კონკრეტულად მისი შვილი. იმიტომ რომ თქვა ტკივილის დროს ეს არის შედარებით გახანგრძლივებული, მას ემატება თქვა ძალიან ესეთი გაძლიერებული მოძრაობა, ემატება სახის შეჭმუხნა. ანუ ტირილი არის ბავშვის კომუნიკაციის ერთადერთი გზა. ანუ ამასაკის შვილი ჩვენ სხვანაირად, ვერანაირად ვერაფერს ვერ გვეუბნება, ამიტომ ტირილზე ჩვენ ესეთი გადაჭარბებული რაღაცა რეაქცია არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ეს მისი კომუნიკაციის გზა არის და ასე გვაგრძნობინებს რომ რაღაცა უნდა, ხო? ეს არის ახლა შიმშილის ტირილს ხშირად სანამ ტირილს დაიწყებს მოყვება ხოლმე გარკვეული რეაქციები და ჩვენ ვამბობთ რომ აი ამ რეაქციებს მიაქციეთ ყურადღება და სანამ ტირილამდე მივა მანამდე უკვე ვაჭრობთ. ეს არის წოვითი მოძრაობები, ეს არის ხშირად ხელის ჩადება და ვთქვათ წოვის განხორციელება, ხშირად ძუძუს ძებნის მოძრაობა, რომ თავის მობრუნება და პირის გაღება, რომ ეძებს თქვათ საჭმელს. აი ეს უკვე არის თქვათ იმის მაჩვენებელი, რომ თქვათ გამოვკვებოთ ბავშვი. ხა ეს პირველ ხანებში სანამ კარგად ვერ გავარკვევთ, ყოველთვის ძალიან კარგია ხოლმე, რომ უბრალოდ ხელში ავიყვანოთ და ნაზად დავარწიოთ. ფიზიკურად სხეულთან ახლო და დავარწიოთ. სხვათა შორის ხელში აყვანაზეც მითი. აი ეს ძალიან საინტერესო ამბავია ჩვენთვის და ხო მითია თუ რეალობა. უნდა ავიყვანოთ ბავშვი ხელში. ჩვენი თავი მახსოვს 1-20 წლის წინ კატეგორიულად ვეუბნებოდით რომ არა, ხშირად არ აიყვანოთ ხელში, შეეჩვევა მერე დღესდღეობით აქაც აბსოლუტურად შეიცვალა ყველაფერი და საერთოდ მიდგომა არის ესეთი, რომელსაც ინგლისურად holding-ი ქვია, ანუ ხელში დაჭერა და ხელში დაკავება და არის გამოზრდის მეთოდიც არის. ესეთი განსაკუთრებით დღენაკლულებში გამოიყენება იქ, სადაც თქვათ რეანიმაცია დაჭირდა ასეთ ახალშობილს, კენგურუს მეთოდი ქვია ამას. რეალურად ეს ხელში აყვანა ნებისმიერი ქმედება, რასაც ჩვენ ბავშვთან ვაკეთებთ. როდესაც ველაპარაკებით, როდესაც თქვათ ვეფერებით, როდესაც ხელში აყვავს, როდესაც ვარწევთ, მის ტვინში ცალკეული უბნების აქტივაცია ხდება და ეს უბნების აქტივაცია არის ძირითადი პირობა იმისა, რომ შემდეგ ყველაფერი კარგად განვითარდეს და განვითარების თვალსაზრისით ყველაფერი კარგად იყოს, იმიტომ რომ ნერვული უჯრედები აქტიურია, იმპულსების გადაცემა მიმდინარეობს, ყალიბდება მთელი რიგი არქიტექტურული სტრუქტურები თავის ტვინში, ამიტომ დღეს ვამბობთ, რომ არა, რაც შეიძლება ხშირად დაიჭირეთ ხელში. 6 თვემდე
ეს არის მისთვის კომფორტი, ეს არის მისთვის მოთხოვნილება და ესეთი თეორიაც არსებობს, ფსიქოსოციალურ თეორიას ეძახიან, რომელიც გვეუბნება, რომ პირველი წლის განმავლობაში ბაზისურად ყალიბდება ნდობა სამყაროს მიმართ ან უნდობლობა. და რა ჩამოგვიყალიბდება, თურმე დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ ვიქცევით. ანუ თუ მას რაღაც მოთხოვნილებები აქვს და ჩვენ ამ მოთხოვნილებებს ვაკმაყოფილებთ, მერე მას ამ სამყაროს მიმართ უყალიბდება ნდობა. და პირიქით, თუ ის რაღაცას მოითხოვს, ტირის, ეხლა შია, ეხლა ხელში აყვანა უნდა და ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, თურმე სამყაროს მიმართ შეიძლება ჩამოყალიბდეს უნდობლობა. ამიტომ აი ამ პირველ დღეებს, პირველ წელს, საერთოდ ითვლება, რომ პირველი 2000 დღეზე ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ. რომელიც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მთელი ბავშვის შემდგომი ცხოვრებისთვის და ეს არის ორსულობიდან დაწყებული 2 წლამდე ასაკი, როდესაც ის თუ როგორ ვიქცევით ჩვენ ბავშვთან, არის ხოლმე გადამწყვეტი იმისა, თუ მერე როდესაც პრობლემები გვაქვს, რატო არ არის დამოუკიდებელი, რატო არ აქვს ინიციატივა და პასუხები არის სწორედ 2000 დღეში ნამდვილად. მე იმდენად საინტერესო რჩევები მივიღეთ, როგორც ყოველთვის თქვენგან და დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩემთვის. ძალიან დიდ მადლობას გიხდით პირველ რიგში ამისთვის და დანარჩენი მე იმეც ვიტოვებ, რომ ხანდახან შეიძლება შეგაწუხოთ და თქვენგან რჩევები პირდაპირ ეთერშიც ავიღოთ ჩვენს შუადღის ლაივშიც. ნებისმიერ დროს დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ყველა ის კითხვა, რომელიც თქვენ დამისვით, ძალიან ბევრ ჩვენს მაყურებელს ქონდა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ტიპის გადაცემები, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რომელიც ჩვენს მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს. ბედნიერ დიდი მადლობა შობიარობას და არაჩვეულებრივი პატარა ჯანმრთელი პატარას ველოდებით, რა თქმა უნდა და ჩვენს მაყურებელსაც ჯანმრთელობას ვუსურვებ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.